არა, დერეფებში მაგდამაის გადაღება არ არის. ორძაით აი ამ დარბაზში შევეცი. შევდეთ? ხო. მოგესალმებით მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ თამარ უჯუხუს, ბატონ მიხო ბეროშუს, რომ შეძლეს და დააორგანიზეს ჩვენი გასვლითი ლექცია. ჩვენ ვიმყოფებით, მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ძვირფას გამორჩეულ დაწესებულებაში ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. მართლაც რომ ეს არის ინსტიტუტი, რომელიც წარმოაჩენს ჩვენი ხალხის უნიკალურობას, ჩვენი ისტორიის გამორჩეულობას, ლიტერატურასთან, წიგნობრობასთან, რელიგიასთან, ქრისტიანობასთან, ჩვენი ხალხის მრავალსაუკუნოვან კავშირს. და მე ვფიქრობ, რომ მას და ამ ინსტიტუტს ცენტრალური როლი უნდა ჰქონდეს საერთოდ აი ამ ქვეყნის შესახებ მსჯელობების დროს და ჩვენი ქვეყნის უნიკალურობაზე დისკუსიის დროს. დიდი მადლობა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს მასპინძლობისათვის და რომ გვაძლევს საშუალებას, რომ კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის ერთი ლექცია აქ გავმართოთ. მარტო ის რო არ გამომივიდეს ლიტონის სიტყვები, მეგობრებო, აი რომ მოვდიოდი ამ ცენტრისკენ, უბრალოდ გავიხსენე, მე არ ვიცი ყველა დირექტორი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ვინ იყვნენ და როგორი იყვნენ, მაგრამ სამი გვარი გამახსენდა აქ წამოსვლის წინ. მაგალითად ბატონი ილია აბულაძე, პროფესორი, ქართული არმენოლოგიის ფუძემდებელი, ქართული ლიტერატურის უძველესი ტექსტების ერთ-ერთი პირველი შემსწავლელი. ადამიანმა, რომელმაც დაასაბუთა, გამოიკვლია, დაგვანახა უმჭიდროვესი კავშირი ქართულ და სომხურ წიგნობრობას შორის. და შექმნა უამრავი უნიკალური სამეცნიერო ნაშრომი, რომლითაც დღემდე სწავლობენ ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები საქართველოში, სომხეთში თუ მთელ მსოფლიოში. გამახსენა მაგალითად ქალბატონი ელენე მეტრეველი. წარმოიდგინეთ, რა ძნელი იქნებოდა საბჭოთა ეპოქაში ყოფილიყავი ქალი მეცნიერი და დაწინაურებულიყავი, ასულიყავი იმ დონეზე, რომ მრავალი ათეული წლის განმავლობაში ყოფილიყავი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეთაური. და მისი სამეცნიერო საქმიანობაზე მე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ის მაინც ვიცი სახლიდან და ოჯახიდან, რომ საერთოდ ქართული ჰიმნოგრაფია, როგორც დარგი, როგორც მიმართულება რო არსებობს, ეს ქალბატონი ელენეს მრავალწლიანი შრომის შედეგია და საერთოდ ქართულ-ბიზანტიური ურთიერთობები, საქართველოს კავშირი აღმოსავლეთ რომის იმპერიასთან, ევროპასთან, მისი ლიტერატურული განზომილება, წიგნობრული განზომილება სწორედ აი ამ შესანიშნავმა ქალმა, გამორჩეულმა ქართველმა ქალმა მეცნიერმა შეისწავლა. და მე თვითონ მქონია პატივი, რომ მომესმინა საჯარო ლექციებზე ბატონი ზაზა ალექსიძისთვის, რომელმაც, რა ვიცი, მარტო სინას მთაზე რო ემოგზაურა, იქ ექსპედიცია ჩაეტარებინა, იქ მოპოვებული მასალები ჩამოეტანა, ეს იქნებოდა საკმარისი ერთი მეცნიერის, რა ვიცი, ტრიუმფალური გამორჩეული ცხოვრებისთვის და მარტო სინას მთაზე ხო არ უმოგზაურია, მანამდე რამდენი ეპიგრაფიკული ძეგლი გაშიფრა, წარმოაჩინა, ქართული, სომხური და ასე შემდეგ. საერთოდ ჩვენ ძალიან ინტენსიური კავშირი გვაქვს კავკასიურ სახლს, სოფელ ზინობიანთან, უდიებით დასახლებულ ქართულ სოფელთან და იქ ბატონი ზაზას ფასი განსაკუთრებით იციან და განსაკუთრებით აფასებენ მის ღვაწლს საერთოდ ალბანური კულტურის, ალბანეთის სახელმწიფოს, მისი წარსულის, მისი ენისა და კულტურის შესწავლაში. და საერთოდ შეუძლებელია კავკასიურ სახლში განსაკუთრებით ვაფასებთ ბატონ ზაზა ალექსიძის შრომებს, ვინაიდან მან შემოხაზა კავკასია
როგორც საერთო რაღაც საერთო იდეური სივრცე, საერთო კულტურული სივრცე, ქრისტიანობის საფუძველზე ერთ დროს გაერთიანებული მნიშვნელოვანი ერთეული მთელს ახლო აღმოსავლეთსა თუ აღმოსავლეთ ევროპაში. ხო, აი ეს სამი ადამიანიც რო გავიხსენოთ, იქიდან ჩანს თუ რამხელა მოღვაწეები, რამხელა ადამიანები, რა ტიპის მეცნიერები მოღვაწეობდნენ აი ამ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციაში, რომლის კედლებშიც დღეს ვიმყოფებით. კავკასიური სახლი ასევე ცოტა შეიძლება დაიტრაბახოს კავკასიურმა სახლმა, რომ უკანასკნელ პერიოდშიც ჰქონია ჩვენ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან გარკვეული კავშირი. აი რამდენიმე წლის წინ მაგალითად ჩვენ გამოვეცით ამ ცენტრის მეცნიერ თანამშრომლის ბატონი ნუგზარ პაპუაშვილის წიგნი სოლომონ დოდაშვილის შესახებ. სოლომონ დოდაშვილი, სარბიელი და მემკვიდრეობა და ბატონი ზაზა აბაშიძეც იყო ჩვენთან წარდგენაზე კავკასიური სახლის ეგიდით რო ჩავატარეთ ამ წიგნის წარდგენა ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო ბატონ ნუგზართან ერთად ამ შეხვედრისთვის. ასე რომ მოკლედ კავკასიური სახლის რედაქტორიც ყავდა ამ წიგნს კი და ჩვენ ძალიან ვამაყობთ რომ მოკლედ ამ დაწესებულებაში ვიმყოფებით და გვიხარია რომ ჩვენი მსმენელები შეიგრძნობენ იმ განსაკუთრებულ მაგიურ ატმოსფეროს რომელიც აქ არის. ჩვენ გვისმენენ საქართველოს საუნივერსიტეტო ქალაქებიდან, დიდი მადლობა გიორგის და ხოსეს რომ უზრუნველყოფენ ამ კავშირს. თელავში, გორში, ზუგდიდში, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში, დედოფლის წყაროში ისმის დღეს ჩვენი ხმა და მართალია ის მათ არ აქვთ პრივილეგია რომ იმყოფებოდნენ აქ ამ ინსტიტუტში, მის კედლებში, მაგრამ განწყობით ლექციის შინაარსით მივაწვდით ხმას აქედანაც. და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მე ქალბატონ დალის, რომელმაც გამონახა დრო, გამონახა რესურსები იმისთვის რომ ჩვენთვის ემასპინძლა და შემოგთავაზა რაც მთავარია ძალიან მნიშვნელოვანი თემა და საკითხი. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმ საგანძურზე, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება. გვაქვს დღეს შესაძლებლობა ჩვენ გავეცნოთ ზოგად მიმოხილვას იმ საგანძურისა, რომელიც აქ აი ამ შესანიშნავი თანამშრომლების ასე ვთქვათ, შრომის ფასად არის დაცული. ასე რომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქალბატონო დალი, თქვენ გადმოგცემთ ახლა სიტყვას, დაახლოებით 45 წუთით მე დაგტოვებთ აქედან, გადავინაცვლებთ დარბაზში და შემდეგ დავბრუნდები რომ რეგიონებიდან კითხვებით წავიკითხოთ, აქაც შეიძლება კითხვები გქონდეთ და ამ ფორმატში ვიმუშაოთ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა თქვენ ბატონო ლევან და დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის რომ ფართო აუდიტორიას ვესაუბრო ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობის შესახებ, რომელიც ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. იმისათვის რომ ქართულ ხელნაწერ მემკვიდრეობაზე ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, ვერ გავექცევით ქართული დამწერლობის საკითხს, ხომ? ზოგადად დამწერლობის გამოგონება და შექმნა იმდენად მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა კაცობრიობის ისტორიაში, რომ გაყო კაცობრიობის ისტორია ორ ნაწილად, პრეისტორიულ ნაწილად და ისტორიულ ნაწილად. ისტორიული ნაწილი არის ის, მას მერე რაც ადამიანმა შექმნა დამწერლობა. ჩემი პროფესორი ზაზა ალექსიძე, როდესაც ქართული დამწერლობის შექმნის შესახებ საუბრობდა, ყოველთვის ამბობდა ფრაზას შექსპირიდან დროთა კავშირი დაირღვა. ეს ცნობილი ფრაზა გემახსოვრებათ და ერთადერთი რამ, რასაც შეუძლია დროთა კავშირი დაამყაროს, ეს არის დამწერლობა და წერილობითი სახით შექმნილი ლიტერატურა, ჩანაწერები. ეს არის ის, რაც გვაკავშირებს ჩვენ წარსულთან და ეს არის ის, რაც დაგაკავშირებს ჩვენს მომავალთან. ამიტომაც დამწერლობის შექმნა ეს იყო უნიკალური მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში. თქვენთვის დარწმუნებული ვარ, ყველასთვის ნაცნობია, რომ არსებობს ქართული დამწერლობის შექმნის ორი განსხვავებული ვერსია. წყარო
ორი განსხვავებული ჩვენება წყაროთა. ერთი არის ქართულ წყაროებში დაცული ჩვენება იმის შესახებ, რომ ქართული დამწერლობის შექმნა დაკავშირებული არის ფარნავასთან და დაცული არის ეს ქართლის ცხოვრებაში ლეონტი მროველთან ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-3 საუკუნის 80-იან წლებში და მეორე ვერსია დაკავშირებული არის სომხურ აგიოგრაფიულ თხზულებაში მაშტოცის ცხოვრებაში დაცული ცნობა, რომ ქართული დამწერლობის შექმნა დაკავშირებული არის სწორედ აი სომხ მოღვაწესთან მაშტოცთან. სანამ მე არ ვაპირებ დღეს ამ საკითხზე ვიკამათო და კამათი დაუსრულებლად შეგვიძლია და მაინც ვერ შევთანხმდებით ჩვენ და სომეხი მეცნიერები, რომელი არის ნამდვილი, მაგრამ რას მინდა გაუსვა ხაზი. ორივე შემთხვევაში დამწერლობის შექმნის პერიოდი ძალიან სწორად არის შერჩეული. მე არ ვლაპარაკობ ახლა ისტორიულ სინამდვილეზე. მართლა ფარნავაზის დრო შეიქმნა თუ მართლა მაშტოცმა შექმნა. მე ვლაპარაკობ, რომ ქართული წყაროს მიხედვით ქართული დამწერლობის შექმნა უკავშირდება პირველი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, იმიტომ რომ სახელმწიფო ვერ იარსებებს დამწერლობის გარეშე და ფარნავაზის ჩატარებული მთელი ის რეფორმები, რომელიც მან ჩაატარა, რომ ერთიანი სახელმწიფო შექმნა, დაყო ადმინისტრაციულ ერთეულებად, ერთი ღმერთი, მართალია მრავალღმერთიანობაში, მაგრამ მაინც ერთი ღმერთი იყო წარმართველი ხო ქართლში და მის დროს შეიქმნა დამწერლობა, როგორც ამას გვამცნობს ლეონტი მროველი, ეს სწორედ სახელმწიფოებრიობის შექმნასთან არის დაკავშირებული. და ძალიან კარგად არის მოძებნილი მეორე წყაროსთვისაც დრო. მეორე წყარო დამწერლობის შექმნას არა მხოლოდ ქართულისას, არამედ პირველ რიგში სომხურის, ქართულის და ალბანურისაც უკავშირებს ქრისტიანობის გავრცელებასთან. ანუ შეიძლება ორივეს აქვს უფლება იარსებობს. ორივე კარგად არის შერჩეული. ერთი მხრივ სახელმწიფო ვერ იარსებებს დამწერლობის გარეშე, მეორე მხრივ ქრისტიანული რელიგია არ შეიძლება დამკვიდრდეს ქვეყანაში, სადაც დამწერლობა არ არის. და თუ ჩვენ არ ვკამათობთ წყაროთა ჩვენებებზე, ან ვერ ვკამათობთ, ან შევდივართ ჩიხში ამ კამათის დროს, მაშინ მივდივართ უკვე მატერიალურ ძეგლებთან. ანუ რა გვაქვს შემონახული დამწერლობის, ხო? ქართული დამწერლობის რომელი უძველესი ძეგლები ვიცით ჩვენ და ისინი ვინც ქართულ წყაროთა ჩვენებებს უჭერენ მხარს, პირველ რიგში ფარნავასთან ქართული დამწერლობის შექმნის არგუმენტად მოიტანენ დავათის სტელას, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ თქვენ სლაიდზე. დავათის სტელის დათარიღებასთან დაკავშირებითაც ვერ ვთანხმდებით. ზოგი მეცნიერი მას მე-3-4 საუკუნეებით ათარიღებს, ზოგი მეცნიერი მას მე-6 საუკუნით ათარიღებს, მაგრამ საინტერესო რა არის? ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც გამოსახული არის მთლიანად ქართული ასომთავრული ანბანი და რამდენიმე გრაფემაზე გასმული არის, ზევიდან გასმული არის ხაზი. თუ თქვენ ხელნაწერთან საქმე გქონიათ და როდესმე გინახავთ თქვენი თვალით და გიმუშავიათ, გეცოდინებათ, რომ ასეთი ხაზგასმები ჩვეულებრივ მიუთითებს რიცხვებზე. და თუ გამოვთვლით იმ რიცხვებს, რაც მოცემული არის დავათის სტელაზე, მაშინ 284-285 წლებს მივიღებთ ჩვენს წელთაღრიცხვამდე, რაც ძალიან კარგად ეხმიანება ფარნავაზის ისტორიას. ეს უბრალოდ როგორც ფაქტი უნდა მივიღოთ, რომ დავათის სტელა მნიშვნელოვანი წყაროა იმისათვის, რომ ვიფიქროთ, როდის შეიქმნა ქართული დამწერლობა. არაფერი ძალიან ძველი აქამდე, მე-20 საუკუნის 90-იან წლებამდე საქართველოს ტერიტორიაზე მე-5 საუკუნეზე ადრინდელი ჩვენ შემონახული არ გვაქვს. ამიტომ, როდესაც არ მოგწონს, ან ბრაზდებით იმაზე, რომ მაშტოცს აბრალებენ ქართული დამწერლობის შექმნას, გავითვალისწინოთ ესეც, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მე-20 საუკუნის 90-იან წლებამდე არ იყო არაფერი აღმოჩენილი, რაც ქართულ დამწერლობას მე-5 საუკუნის
იქით გადაწევდა, ხო? არმაზის ბილინგვა ვიცით, მაგრამ არმაზის ბილინგვა არ არის ქართულად დაწერილი, ხო? ამიტომაც ეს არ გამოვდგება იმისათვის, რომ ვილაპარაკოთ, როდის შეიქმნა ქართული დამწერლობა. ყველაზე ადრინდელი წარწერები ვიცით და ყველაზე ადრინდელი მათ შორის არის ბოლნისის სიონის სააღმშენებლო წარწერა, რომელსაც 79-93 წლებით ათარიღებენ და ეს არის მე-5 საუკუნის მეორე ნახევარი. ამაზე უფრო ადრინდელი წარწერები ქართული აღმოჩენილი არის წმინდა მიწაზე, ბირელკუთის წარწერები, ეს არის პეტრე იბერის ოჯახის, მარუანის და მისი ოჯახის წევრების წარწერები, რომლებიც 430-იანი წლებით თარიღდება. მაგრამ ესე იყო მე-20 საუკუნის 90-იან წლებამდე, როდესაც აღმოჩნდა ნეკრესის წარწერები. როგორც ყველაფერში, აქაც ქართველები ვერ ვთანხმდებით. ნეკრესის წარწერები, რომლებშიაც არანაირი ქრისტიანული სიმბოლიკა არ ფიქსირდება და გვაძლევს უფლებას, რომ ვიფიქროთ, რომ ეს წარწერები წინარე ქრისტიანულია და მათ მისი აღმომჩენი ათარიღებდა ბევრი 7 წარწერაა პირველი, მეორე და მესამე საუკუნეებით, რაც ხსნის მაშტოცის მიერ ქართული ანბანის შექმნის თეორიას, მეცნიერთა ნაწილი ვერ თანხმდება. შეიძლება თუ არა ასე ადრეული პერიოდით ასე დავათარიღოთ, იმიტომ რომ ქრისტიანობის გავრცელება ესეთი მარტივი არ ყოფილა. ქრისტიანობა არ მოსულა, გავრცელებულა და დამთავრდა აქ ყველაფერი მე-3 საუკუნეში. გავიხსენოთ მოქცევაი ქართლისაის ტექსტი, რომ წმინდა ნინოს ცხოვრებაში პირდაპირ წერია, რომ მთაში ქრისტიანობა რომ გაევრცელებინათ, მცირედრე წარხმართა მახვილიო მეფემ წერია. წარმოიდგინეთ, რა სისხლი უნდა დაეღვარა, რომ მოქცევაი ქართლისაიში ეს ფრაზა გაჩენილიყო. ანუ ქრისტიანების გავრცელება მარტივი არ ყოფილა და ქართული მთა განსაკუთრებით ძალიან დიდი ხნის განმავლობაში წარმართულად რჩებოდა, თუ უფრო შორს არ წავად და ვიტყვით, რომ წარმართობით დღევანდელ ქართულ მთიან რეგიონებშიც გვაქვს ესეთი წარმართობასთან შეჯვარებული ქრისტიანობა, ხო? თუ გქონიათ შეხება მთასთან დამერწმუნებით, რომ ეს ასეა. ამიტომაც ის, რომ ნეკრესის წარწერებში ქრისტიანული სიმბოლიკა არ არის აღმოჩენილი, შეიძლება სულაც არ გულისხმობდეს იმას, რომ ეს ესე ადრეული პერიოდით უნდა დავათარიღოთ, არამედ გულისხმობდეს იმას, რომ ეს საფლავის წარწერები და ძირითადად ეს სამარხის წარწერებია, საფლავის წარწერებია, უნდა ეკუთვნოდეს არაქრისტიანებს, ანუ წარმართებს. მაგრამ აქ გვეხმარება არქეოლოგია და იმ შრეს, რომელ შრეშიც ნეკრესის წარწერები იპოვეს, ჩვენი არქეოლოგები სწორედ პირველი, მეორე, მესამე საუკუნეებით ათარიღებენ. ამდენად ეს არის მყარი არგუმენტი დღესდღეობით, ამაზე მყარი არგუმენტი ჩვენ არა გვაქვს წერილობითი სახით შემორჩენილი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ქართული დამწერლობა არ არის ქრისტიანული მოვლენა და რომ ის ქრისტიანობამდე არის შექმნილი. ყველაზე უძველესი ხელნაწერები კი, რომლებიც ასევე თარიღდება მე-5, მე-6 საუკუნეებით, შემონახული არის პალიმფსესტების სახით და დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენს მსმენელთა შორის არიან ფილოლოგები, კარგად ემახსენებათ ეს ბოდლეში და კემბრიჯში დაცული ქართულ-ებრაული ხანმეტი პალიმფსესტი, რომელიც ზოგადად იქცა ხანმეტი ტექსტების შესწავლის საფუძვლად. და მე უფრო შორსაც წავალ, დარწმუნებული ვარ, თქვენ ეს არ გეცოდინებათ, გარდა რა საშუალებები გვაქვს ჩვენ ხელნაწერების დათარიღების, როდესაც ანდერძ მინაწერები შემონახული არ არის. ეს საშუალება არის მხოლოდ პალეოგრაფია, რომელიც არც თუ ისეთი მყარია და ხანმეტობა, ხაემეტობა, რომელიც ხელნაწერებს ათარიღებდა მე-5, მე-6 ან მე-7, მე-8 საუკუნეებით, ხომ? თუ ხანმეტობა და ხაემეტობა არის ქრონოლოგიური და არა მხარეებთან დაკავშირებული, როგორც ეს მაგალითად
აკაკიშანიძეს მიაჩნდა, რომ დასავლეთ საქართველოში განმოიყენებოდა ხაემეტობა, აღმოსავლეთში გამოიყენებოდა ხანმეტობა. ასეთი ვერსიაც არსებობს. მაშინ რა საშუალება გვაქვს დავათარიღოთ ტექსტები? და ჩვენ ყავს ახალგაზრდა თანამშრომელი ნათია მიროტაძე, რომელიც ძალიან ხშირად კითხულობს ბიბლიის ტექსტებზე მუშაობს ის, რომელსაც მიაჩნია, რომ ჩვენს ქართულ ხანმეტ ტექსტებში და ბიბლიის ტექსტებში დაცული თარგმანები შესრულებული არის ისეთი ბერძნული ტექსტებიდან, რომლებიც მეორე საუკუნის მერე უკვე აღარ გამოიყენებოდა. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, მე თუ მკითხავთ, ეს არის ყველაზე მყარი არგუმენტი იმისათვის, ტექსტოლოგია ზოგადად არის ყველაზე მყარი არგუმენტი იმისათვის, რომ დაათარიღო რაიმე ტექსტის წარმოშობა. ამაზე მყარი არგუმენტი არ არსებობს. თუ კი ქართული ტექსტი შესრულებულია ისეთი ხელნაწერიდან ბერძნული, რომელიც მეორე ყველაზე გვიან მესამე საუკუნის დასაწყისის მერე არ გამოიყენებოდა, შესაბამისად ქართული დამწერლობაც გაცილებით უფრო ადრე შექმნილი უნდა იყოს, ვიდრე მაშტოცის მოღვაწეობის ეპოქა. აი ეს არის ხანმეტი პალიმფსესტები, რომლებიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში არის დაცული და არ ვიცი რამდენად კარგად ხედავთ თქვენ, პერპენდიკულარულად ზედა ტექსტისა დაცული არის 4 თავის ტექსტი, რომელსაც ჩვენ მე-6 საუკუნეებით ვათარიღებ და რომელმაც შემოინახა ქართულ ენაზე 4 თავის ყველაზე ძველი თარგმანი და ქართულ ტექსტებს ზოგადად მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ იმისთვის, რომ შევისწავლოთ, როგორ თარგმნიდნენ ქართველები და როდის თარგმნიდნენ, არამედ ქართულად შემონახულ ტექსტებს მნიშვნელობა აქვს თავად ახალი აღთქმის, თავად 4 თავის ისტორიის შესასწავლადაც და აი ამ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და ძველად კი ხელნაწერთა ინსტიტუტის მთავარი მისია იყო სწორედ ის, რომ ქართული კვლევები, ქართული ხელნაწერების და ქართული ტექსტების კვლევები ჩაერთო ზოგად საკაცობრიო ზოგად კვლევებში ამ უძველესი ტექსტებისა. თქვენს წინაშე ახლა არის გრაცის ბიბლიოთეკაში დაცული ხანმეტი ლექციონარი, რომელსაც ჩვენ ტრადიციულად თუ არ მეშლება და არ მეშლება, მე-7-მე საუკუნეებით ვათარიღებდით. და მინდა გითხრათ, რომ აი პირველად გაიგებს ამას ფართო მსმენელი, რომ ესაც შეიცვალა. სულ რამდენიმე თვის წინ ჩატარდა ეტრატის ანალიზი, ეტრატი მასალა, რომელზედაც ხელნაწერი არის შესრულებული, რომელმაც დაადასტურა, რომ ხელნაწერის შექმნის ქვედა თარიღი უნდა იყოს 450 წელი, ზედა თარიღი კი მე-6 საუკუნის 50-იანი წლები, 100 წლიან ფარგლებში. სულ ცოტა გრაცის ლექციონარი 2 საუკუნით არის დაძველებული და როგორც წესი ასეთი ანალიზის დროს ხელნაწერის გადაწერის თარიღი გაცილებით უფრო ახლო არის ქვედა თარიღთან, ასე რომ თუ კი გრაცის ლექციონარი 450 წლისათვის გადაწერილი იყო, ქართული ანბანის შემქმნელი ვერაფრით ვერ იქნება მესროპ მაშტოცი, მაგრამ ასეთი სიახლეები მთლიანად ცვლის უკვე ჩვენს წარმოდგენას ქართული დამწერლობის განვითარების შესახებ და აი იმ პალეოგრაფიის შესახებ, რომელიც ჩვენ უკვე ვახსენეთ, იმიტომ რომ ჩვენი ცოდნა პალეოგრაფიის აბსოლუტურად იცვლება და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ახალი გამოწვევებისთვის, იმიტომ რომ ქართული პალეოგრაფია, ანუ ქართული დამწერლობის ისტორიის განვითარება ახლიდან უნდა შევისწავლოთ. იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რასაც გვაძლევს თანამედროვე კვლევები. ყველაზე ადრინდელი თარიღიანი ქართული ხელნაწერი დარწმუნებული ვარ, იცით რომ არის 864 წელს გადაწერილი სინური მრავალთავი. მრავალთავი ეს იყო ესეთი საკმაოდ დიდი ზომის და მრავალფეროვანი კრებული, რომელშიაც შედიოდა წმინდა მამათა ჰომილიები. 864 წელს გადაწერილი სინური მრავალთავი ასე იხსენიება სინურად, იმიტომ რომ დღეს სინასთაზე არის დაცული, თუმცა ის წმინდა მიწაზე საბაწმინდას ლავრაში გადაიწერა და მოგვიანებით შეწირეს სინას მთას. ტექსტები, რომლებიც ამ ხელნაწერში არის დაცული, თარგმანის თვალსაზრისით სხვადასხვა დროს არის შესრულებული. გვაქვს მე-5 საუკუნის თარგმანები, გვაქვს მე-6 და მე-7 საუკუნის თარგმანები, რაც კარგად მიუთითებს იმას, თუ როგორ ვითარდებოდა ქართული მთარგმნელობითი სკოლა.
და აი ეს არის ის ცნობილი ანდერძი სინური მრავალთავისა, რომელიც გვამცნობს იმის შესახებ, რომ საბაწმინდაში გადაწერილი ქართული ხელნაწერი მოგვიანებით სინას მთაზე ქართველ ბერებს შესწირეს და დღესაც ეს ხელნაწერი სინას მთაზე წმინდა ეკატერინეს მონასტერში ინახება. ეს ხელნაწერი, რომელსაც თქვენ სლაიდზე ხედავთ, არის ცნობილი იოანე ზოსიმეს და ნაკლებად ცნობილი მისი თანამოღვაწის ეზრა ქობულიანის ძის მიერ გადაწერილი 4 თავი. გადაწერილი არის ის 979 წელს, მე-10 საუკუნის 70-იანი წლების მიწურულს. აი ახლა რასაც თქვენ სლაიდზე ხედავთ, ეს არის ეზრა ქობულიანის ძის ხელი. და რატომ არის კონკრეტულად ეს გვერდი? იმიტომ რომ თქვენ ამ ფურცელზე ხედავთ ქართული დამწერლობის განვითარების სამივე ეტაპს. პირველი ასომთავრულით შესრულებული 4 თავის ტექსტი, ნუსხურით შესრულებული ანდერძი და თუ არშიაზე განივად დაწერილ ტექსტს დააკვირდებით, ეს არის უკვე მხედრულად დაწერილი ტექსტი. ეზრა ქობულიანის ეს არ იყო ადგილი და ბოლო ხაზი დაწერა უკვე მხედრულად, რაც ადასტურებს იმას, რომ მხედრული გამოიყენებოდა უკვე მე-9 საუკუნეში. ჩვენ სკოლაში გვასწავლიდნენ, რომ მხედრული გაცილებით უფრო გვიან ჩნდება. სინამდვილეში სინას მთაზე ინახება იოანე ზოსიმეს მიერ გადაწერილი ხელნაწერი, რომელიც პალიმსესტია და კიდევ უფრო საინტერესო ის არის, რომ ამ ხელნაწერის ნაწილი ქაღალდზეა დაწერილი და იოანე ზოსიმის ტექსტი შესრულებული არის მხედრულად დაწერილ ტექსტზე. ანუ ზედა გვაქვს მე-10 საუკუნე, შესაბამისად ქვედა რაც არის ის გაცილებით უფრო ძველი უნდა იყოს, ხომ? იმაზე ძველი ვიდრე იოანე ზოსიმია. ფაქტია, რომ მე-10 საუკუნეში მხედრული აქტიურად გამოიყენებოდა. ის რომ არ არის შემორჩენილი, არ ნიშნავს, რომ არ არსებობდა და ამას ყოველ ნაბიჯზე გვასწავლის ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ყველაზე ძველი თარიღიანი ხელნაწერი კი გახლავთ ჯრუჭის 4 თავი, რომელსაც მე შატბერდის 4 თავს ვეძახი, იმიტომ რომ გადაწერილი არის შატბერდში 936 წელს და მოხატული კი არის 940 წელს. ჯრუჭის 4 თავს მას ეძახიან დაცულობის ბოლო ადგილის მიხედვით. ხშირად ხელნაწერები აი თავის ზედწოდებებს, სახელებს ყოველთ იმ ადგილების მიხედვით იღებენ, სადაც ისინი ბოლოს ინახებოდნენ იქამდე, სანამ აღმოჩნდებოდნენ სხვადასხვა საცავებში. რახან ჯრუჭის 4 თავი ჰაშფონდის კუთვნილება, შესაბამისად ის საისტორიო, საეთნოგრაფიო საზოგადოების კუთვნილება იყო და ასე მოხდა მოგვიანებით ხელნაწერთა ინსტიტუტში. წყაროს თავის 4 თავი, რა უნდა ვიცოდეთ, როგორ გავიგოთ 4 თავი ძველია თუ ახალი. აი ისე რომ არ შევისწავლოთ ტექსტი. თუ კი 4 თავი მოხატულია და თუ კი მახარებლები არიან ფეხზე მდგომი, თავისუფლად შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს 4 თავი მე-10 საუკუნეზე გვიანდელი ვერ იქნება. იმიტომ რომ მე-10 საუკუნის შემდეგ, როგორც უკვე ჩვენ ნახავთ, მახარებლები მინიატიურებში უკვე ხდებიან სხდომარენი. ფეხზე მდგომი მახარებლები მხოლოდ მე-10 საუკუნდელ 4 თავებში ხდება. ჯრუჭის 4 თავით და წყაროს თავის 4 თავით, ისევე როგორც აი ეს პალიმსესტური 4 თავი, რომელიც თქვენ უკვე იხილეთ, შეიცავს ქართული 4 თავის თარგმანის უძველეს ტექსტს, რომელსაც ოპიზულ ტექსტსაც ეძახიან, იმიტომ რომ ყველაზე ადრინდელი თარიღიანი ხელნაწერი 913 წლით არის დათარიღებული და დღეს ათონის მთაზე ივირონის მონასტერში ინახება. ეს ერთი რედაქციის ტექსტებია, რომლებიც აი ოპიზური რედაქციის სახელით არის ცნობილი და უპირისპირდება უკვე ათონელების მიერ თარგმნილ ტექსტებს, მაგრამ სანამ ათონელებზე გადავალთ, კიდევ 1-2 ნიმუში ქართული 4 თავის უძველესი ტექსტისა, რომლის ორგანიზაცია ტექსტისა ფურცელზე და განსაკუთრებით გაფორმება თითქმის აღწევს მაღალ კლასს და უფრო დაკავშირებული არის უფრო ქართულია, ამას ხალხურ ტენდენციასაც ეძახიან, განსხვავებით ბიზანტიური პერიოდის ქართული 4 თავებისაგან, რომელშიც უკვე ბიზანტიის იმპერიის გავლენა და ბიზანტიური მინიატიურისტიკის სკოლის გავლენა საკმაოდ დიდია. ეხლა შემთხვევით არ მოვიტანე ეს ხელნაწერი, მე მინდა რომ თქვენ
დააკვირდეთ არა მხოლოდ გადამწერების, არამედ მომხატველების ფანტაზიასაც, იმიტომ რომ ადამიანს შეუძლია აჩვენოს თავისი ნიჭი იმ მინიმალისტური საშუალებებითაც კი, რომელიც მას გააჩნია და აი მარცხენა ფოტოზე ქვედა რეგისტრში თქვენ ხედავთ, ეს არის დონი, რომელიც გადამწერმა ულაშიან მამაკაცად წარმოადგინა. აი ესე გამოხატა იქ გააკეთა შემოქმედება, სადაც ერთი შეხედვით არ უნდა ველოდეთ, ხომ? ფანტაზია, რომელიც ვერ შეზღუდა კანონიკურმა ტექსტმაც კი გადამწერისა და მომხატველის. და ძალიან საინტერესო მარტვილის ოთხთავე, იმიტომ რომ ოთხთავეებს და დიდ ხელნაწერებს როგორც წესი მათი შექმნა დაკავშირებული იყო ან სამეფო ოჯახებთან, ან მდიდარ სამონასტრო ცენტრებთან და ჩვენ იშვიათად გვაქვს საშუალება, რომ კერძო ბიბლიოთეკების აი მაშინ მე-11 საუკუნეებში კერძო ბიბლიოთეკების ხელნაწერებს დავაკვირდეთ. აი ესეთი იშვიათი გამონაკვისი არის მარტვილის ოთხთავი, რომელიც სინამდვილეში ორი სხვადასხვა ოთხთავის გაერთიანებას წარმოადგენს. ხელნაწერის პირველი ნაწილი მე-10 საუკუნისა და ასომთავრულით არის შესრულებული, ხელნაწერის მეორე ნაწილი კი ნუსხურით არის დაწერილი და 1050 წელს არის გაკეთებული. და ეს ხელნაწერი დაკვეთილი არის ფარჯანიანების ოჯახის წარმომადგენლისა, ეს არის შვილის გაკეთებული და მამის დაკვეთილი ხელნაწერიც, რომელიც შეიცავს წმინდა თეოდორესა და წმინდა გიორგის ცხოვრებებს, დაცული არის ჩვენთან ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში და 15 წლით ადრე არის გადაწერილი მარტვილის ოთხთავის შექმნამდე. და კიდევ უფრო შორს რომ წავიდეთ, ამავე ფარჯანიანების დაკვეთით შესრულებული ჯვრები შეწირული არის სვანეთის ეკლესიებისათვის. ჩვენ შეგვიძლია ამ სხვადასხვა მატერიალური ძეგლების საშუალებით ერთი ოჯახის ისტორია აღვადგინოთ, რომელთა ბიბლიოთეკის ორი ხელნაწერიც დღეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება. ქართულ ხელნაწერ მემკვიდრეობაზე როცა ვლაპარაკობთ და მის შესწავლაზე, გარდა იმისა, რომ წმინდა წერილის შესწავლის თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, კავკასიური, არა მხოლოდ ქართული, არამედ კავკასიური ხელნაწერები, მათ შორის სომხური და აწ უკვე აღმოჩენილი ალბანურიც უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს უძველესი საღვთისმსახურო პრაქტიკის შესწავლისა, ანუ იერუსალიმური ლიტურგიის შესწავლისა. იმიტომ რომ მას მერე რაც მსოფლიო ეკლესია კონსტანტინოპოლურ ტრადიციაზე გადავიდა ღვთისმსახურებისა, იერუსალიმური ტრადიცია დაიკარგა. სამაგიეროდ იერუსალიმური ტრადიცია შემოგვინახა ქართულმა, სომხურმა და ალბანურმა ხელნაწერებმა იერუსალიმური ლექციონარის სახით. და თქვენს წინაშე ახლა არის კალის ლექციონარი, რომელიც კვლევების მიხედვით სწორედ წმინდა მიწაზე იერუსალიმში უნდა იყოს გადაწერილი, მაგრამ ინახება დღეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. და აქ კიდევ ერთხელ ვაკვირდებით ჩვენ გადამწერის თავისუფლებას იმ თვალსაზრისით, რომ საღვთისმსახურო წიგნში მოსალოდნელი არ არის არანაირი მინიატიურა და მოხატულობა, მაგრამ ქართულმა ბუნებამ აქაც ვერ მოისვენა და მაინც რომ გაეხალისებინა თავისი სამუშაო, ესეთი არაჩვეულებრივი მხატვრობა დაგვიტოვა, რომელსაც თქვენ ხედავთ სლაიდზე. კიდევ ერთი საინტერესო მე დაგკვირდით, რომ ვისაუბრებდით ლიპარიტ ბაღვაშის შესახებ და იმისათვის, რომ გავიგოთ და მივხვდეთ, რომ ხელნაწერი მემკვიდრეობა ზოგჯერ და ხშირად გვაძლევს საშუალებას, რომ განსხვავებული სახით დავინახოთ ისტორიული პირები. თქვენს წინაშე არის ისევ იერუსალიმის ლექციონარი და საინტერესოა ეს ხელნაწერი იმით, რომ ეს არის ერთადერთი იერუსალიმური ღვთისმსახურების ხელნაწერი, ლექციონარი, რომელიც
მე-11 საუკუნის შუა წლებშია გადაწერილი, 1041 წელს არის გადაწერილი, მაშინ როდესაც კონსტანტინოპოლური ღვთისმსახურების პრაქტიკა უკვე საკმაოდ ძლიერია, მაგრამ მაინც წერენ, მაგრამ ეს ხელნაწერი მარტო ამით არ არის საინტერესო. საინტერესოა იმით, რომ ხელნაწერის გადამწერმა ხელნაწერის დათარიღებისას ისტორიულ ფაქტს გაუსვა ხაზი, რომ დაიწერა ეს ხელნაწერი მაშინ, ოდეს ლიპარიტ თურქთა ტყვეობიდან დაბრუნდა. წარმოიდგინეთ რა მნიშვნელოვანი ფაქტი. ეს არის სწორედ ის ლიპარიტ ბაღვაში, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა ბაგრატს და რომელმაც ორჯერ აიღო და ჩააბარა თბილისი ბაგრატს, მაგრამ ბაგრატმა მე ისე უკან დათმო და იცით თქვენ დარწმუნებული ვარ ბაღვაშთა საგვარეულო სახლის ისტორია, თუ თქვენ როდესმე გექნებათ საშუალება რომ ქუთაისის ისტორიის მუზეუმს მიაკუთვნოთ, ჩახვიდეთ იქ და ნახოთ ხელნაწერები, აუცილებლად ნახეთ ბაღვაშების დაკვეთით გადაწერილი ექვთიმე მთაწმიდელის, იოანე ოქროპირის, მათეს და იოანეს სახარებების თარგმანებები. მაშინვე მიხვდებით რა ამბიციები ჰქონდათ ამ ხელნაწერის დამკვეთ ოჯახის წევრებს. ეს არის უზარმაზარი ხელნაწერები და მიხვდებით როგორი ამბიციები უნდა ჰქონოდათ ბაღვაშებს რომ ამ ტიპის ხელნაწერები შეექმნათ. მე ახლა არ შევეხებით თავისთავად ბაღვაშების ისტორიაც ძალიან საინტერესოა და განსაკუთრებით ლიპარიტის ისტორია, მაგრამ ეს ხელნაწერი იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ეს არის მეორე ხელნაწერი, რომელიც დათარიღებული არის სწორედ ლიპარიტის თურქთა ტყვეობიდან დაბრუნებით. აი, რამხელა ისტორიული ფაქტი უნდა ყოფილიყო, რამხელა მნიშვნელობის ფაქტი იყო ლიპარიტის დაბრუნება, რომ ორმა აბსოლუტურად ერთმანეთისაგან განსხვავებულმა გადამწერმა, ერთმა სადღაც ისტორიულ საქართველოში და მეორემ სინას მთაზე, იმიტომ რომ მეორე ხელნაწერი სინას მთაზე ინახება, დაათარიღა თავისი ხელნაწერი სწორედ ლიპარიტ ბაღვაშის თურქთა ტყვეობიდან გათავისუფლებით. და ეს ძალიან ცნობილი მცხეთური ფსალმუნი, რომლის დათარიღებაზეც ისევე ვერ ვთანხმდებით, როგორც ვერ ვთანხმდებით ქართული დამწერლობის წარმოშობის შესახებ, გვაძლევს ამის საშუალებას ანდერძი, განსხვავებულად არის გაგებული ეს ანდერძი, ნაწილი მეცნიერებისა მიიჩნევს, რომ ეს არის 904 წელს გადაწერილი, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მე-11 საუკუნის დასაწყისში, ქალბატონი მძექალაშენიძე, რომელიც არის 4 ფსალმუნის ტექსტის გამომცემელი, მიიჩნევს, რომ ეს ხელნაწერი მე-11 საუკუნის 10-იან წლებში უნდა იყოს გადაწერილი და ეს არის ფსალმუნი, რომელიც მეორე რედაქცია ქართულ ენაზე ფსალმუნის თარგმანისა. ჩვენ გვაქვს ორი განსხვავებული რედაქცია, ერთი დამტკიცებულია, რომ შესრულებული არის ბერძნული ენიდან, აი ეს ფსალმუნი, რომელიც ერთადერთი ხელნაწერით არის შემონახული, გარკვეულ კავშირებს გვიჩვენებს სომხურ ფსალმუნთანაც. მეცნიერთა ნაწილს მიაჩნია, რომ სომხურიდან არის თარგმნილი, მეორე ნაწილი კი თვლის, რომ სომხური ფსალმუნის მიხედვით გასწორებულია. ალბათ სტუდენტობის დროს თუ კი ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობთ, ერთხელ მაინც გექნებათ გაგებული მიქაელ მოდრეკილის სახელი. მიქაელ მოდრეკილი ეს არის ავტორი ახალი იადგარისა, უბრალოდ ამ ხელნაწერის შემქმნელი. იადგარი ეს არის ჰიმნოგრაფიული კრებული, რომელიც შეიცავს უძველესი იერუსალიმური ღვთისმსახურების საგალობლებს. მაგრამ ამ იადგარსაც განვითარების საკმაოდ დიდი ისტორია ჰქონდა. მიქაელ მოდრეკილის მიერ გადაწერილი იადგარი ამ ტექსტის, ამ ხელნაწერის განვითარების ბოლო ეტაპს ასახავს და ცნობილია ახალი იადგრის სახელით. ჩვენ გვაქვს გაცილებით უფრო ძველი, უძველესი იადგარით, რომლის ხელნაწერები ძირითადად სინას მთაზე წმინდა ეკატერინეს სახელობის მონასტერში არის დაცული. და მიქაელ მოდრეკილის იადგარი, რომელიც დღეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება, მნიშვნელოვანია იმით, რომ ეს არის ესეთი ყველაზე დიდი ენციკლოპედიური კრებული. მიქაელ მოდრეკილი შეეცადა, რომ შეეგროვებინა ყველანაირი მასალა და თავი მოეყარა თავის ხელნაწერში, სამწუხაროდ ხელნაწერმა ნაკლულად მოაღწია ჩვენამდე, როგორც ფიქრობენ, 1/4 არის მოღწეული და დიდი ნაწილი ხელნაწერისა არის
დაკარგული და თუ ხედავთ აი ამ ორ მინიატიურა აქ იშვიათია მინიატიურა არაჩვეულებრივი მოხატულობა რასაც თქვენ ნახავთ მაგრამ მინიატიურები არა გვაქვს. ძირითადად შემოიფარგლება ესეთი ტექსტის დასაწყისების და საზედაო გრაფემების გაფორმებით, მაგრამ აი აქ არშიაზე გამოხატულნი არიან ბასილი დიდი და იოანე მტბევარი. იოანე მტბევარი, რომელიც თავად იყო საგალობლების ავტორი და მისი საგალობლები დაცული არის მიქაელ მოდრეკილის იადგარში. და მე მაინც მინდა რომ ნახოთ ფანტაზია და ფერთა გამა, რომელსაც იყენებს ხელნაწერის გამფორმებელი და გავლოთ პარალელი იმ ქართულ ტრადიციულ ფერებთან და ჩაცმულობასთან, რომელიც თქვენთვის ყველასთვის არის ცნობილი. ეს არის სრულიად უნიკალური მოვლენა, იმდენად ლამაზი ფერები აქვს გამოყენებული და იმდენად მრავალფეროვანი არის აი ეს ცდელობა გაფორმებისა ხელნაწერის. თქვენს წინაშე ახლა არის პარხლის მრავალთავი, რომელიც გასულ საუკუნეში იყო კამათი როგორ დაეთარიღებინათ მე-10 საუკუნით თუ მე-11 საუკუნით, ხელნაწერის გადამწერი არის გაბრიელ პატარაი და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა რომ მე-11 საუკუნეში უნდა იყოს გადაწერილი, რადგან მასში არის დაცული იოანე ბოლნელის ხომილიები. იოანე ბოლნელი და მისი დათარიღება ეს იყო ფიგურა, რომელსაც ეკუთვნის ხომილიები, ანუ ეკლესიაში ამბიონიდან წასაკითხი ტექსტები. ჩვენ არავად განებივრებულები ორიგინალური ჰომილეტიკით. ძირითადად ის რაც ქართულ ენაზე არის შემონახული, ეს არის თარგმნილი ისეთი დიდი წმინდა მამების თხზულებებისა, როგორებიც იყვნენ ბასილი დიდი, გრიგოლ ნოსელი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, მაგრამ ორიგინალური ქართული ბოლო დრომდე მხოლოდ იოანე ბოლნელის ჰომილიები იყო ცნობილი და ამ ჰომილიებს ათარიღებდნენ მე-11 საუკუნით და მიაჩნდათ რომ იოანე ბოლნელიც მე-11 საუკუნის მოღვაწე უნდა ყოფილიყო, მაგრამ მას მერე რაც მე-20 საუკუნის 50-იან წლებში ცნობილმა ბელგიელმა აღმოსავლეთმცოდნემ ჟერარ გარიტმა აღწერა სინასთაზე დაცული ქართული ხელნაწერების ერთი ნაწილი და მათში გამოვლინდა პატარა კრებული სინა 44 თუ არ მეშლება, რომელიც თავიდან ბოლომდე ავტორის მოხსენიების გარეშე შეიცავს იოანე ბოლნელის ჰომილიებს, მას მერე პარხლის მრავალთავიც დათარიღდა არა მე-11 საუკუნით, არამედ მე-10 საუკუნით, იმიტომ რომ მე-10 საუკუნეში იოანე ბოლნელის ჰომილიები უკვე ცნობილი იყო სინას ღვთისათვის და თქვენს წინაშე კი არის შუშანიკის წამების ყველაზე ადრინდელი ხელნაწერი, სწორედ რომელიც შემონახული არის პარხლის მრავალთავში. პარხლის მრავალთავი იმითაც არის ცნობილი, რომ მისი გადამწერი გაბრიელ პატარაი ცდილობდა ტექსტის მეორე ნაწილში, ხელნაწერის მეორე ნაწილში, ცდილობდა შეეგროვებინა ანდერძის მიხედვით, შეეგროვებინა წმინდა დედების ცხოვრებები და თავი მოეყარა სწორედ ქალწული მოწამეების ცხოვრებებისათვის, მაგრამ ბოლომდე მან ეს ვერ განახორციელა და აგიოგრაფიულ ნაწილში წმინდა დედებთან ერთად წმინდა მამათა ცხოვრებები და მარტვილობებიც გვხვდება. ამავე ხელნაწერში დაცული არის, რა თქმა უნდა, თქვენთვის კარგად ცნობილი აბო თბილელის წამებაც და ისიც არის ერთ-ერთი ადრეული ხელნაწერი. საერთოდ მრავალთავები წმინდად ქართული მოვლენაა. როდესაც უნდათ რომ თარგმნონ, ბერძნულად გააკეთეს ესეთი ტერმინი, თარგმნეს პირდაპირ პოლიკეფალიონ, ანუ მრავალთავი. იცით ალბათ რატომ ქვია მრავალთავი, იმიტომ რომ მრავალი ტექსტის, ბევრი ტექსტისაგან შედგებოდა. ეს არის იმავე ანალოგიით გაკეთებული როგორც ოთხთავი. ოთხთავი 4 მახარებლის ტექსტია, მრავალთავი კი მრავალი თავისაგან შედგენილი კრებული. მაგრამ ამ ტიპის კრებული, აი ასეთი ზუსტად როგორც ქართული მრავალთავებია, ბერძნულად თითქმის არ არის შემორჩენილი, არის სომხურად და მას ჭარნტირებს ეძახიან, თუმცა მათი სპეციფიკა ოდნავ განსხვავებულია.
თქვენს წინაშე არის ახლა კლარჯული მრავალთავი, რომელიც ასევე მე-10 საუკუნით თარიღდება და მნიშვნელოვანია არა მარტო იმით, რომ ასევე შეიცავს უძველეს თარგმნილ ტექსტებს, არამედ მნიშვნელოვანია იმ ანდერძ მინაწერებითაც, რომელიც გვიან გაკეთდა ამ ხელნაწერის არშიებზე. და თქვენ აქ ხედავთ ძალიან საინტერესო მინაწერს, რომელიც გვიჩვენებს მეფისა და დიდებულის დაპირისპირების ისტორიას. წერს ამას 19 წლის გოგონა, რომლის მეუღლეც 23 წლის ასაკში მეფის და ათაბაგის დაპირისპირებას შეეწირა. და გარდაიცვალა მოკვდა ამ ომში და ის წერს, რომ ამ მეუღლის გარდაცვალების მერე და 19 წლის ასაკში მას უკვე 3 ქალიშვილი ყავდა, მან მიატოვა ამ ქვეყნიური ცხოვრება და წავიდა მონასტერში. ეს არის შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას შეწირული ერთი კონკრეტული ადამიანის ისტორია, რომელიც ხელნაწერის მინაწერებმა შემოგვინახა. აი ამ თვალსაზრისით ყველაზე მეტად საინტერესო არის ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობის შესწავლა. ქართული ხელნაწერები არ იქმნებოდა, როგორც უკვე მიხვდით, მხოლოდ საქართველოში, ხომ? განსაკუთრებით უძველესი ნაწილი მისი შექმნილი არის ქრისტიანული აღმოსავლეთის თითქმის ყველა ცენტრში, სინასთაზე, წმინდა მიწაზე და ასევე, რა თქმა უნდა, იქმნებოდა დასავლეთშიც, საბერძნეთის ტერიტორიაზე. აი ახლა რასაც თქვენ ხედავთ, ეს არის ოლიმპოს, ბითვინიის ოლიმპოზე გადაწერილი ქართული ხელნაწერი, რომელიც მეორეა, რომელიც ისტორიულ ცნობას შეიცავს ბარდა სკლიაროსის აჯანყების შესახებ და ყველაზე ცნობილი ტექსტი კი ბარდა სკლიაროსის აჯანყების შესახებ გემახსოვრებათ, ეს არის თორნიკე ერისთავის ანდერძი, სხვათა შორის ხელნაწერი თვითონ დაკარგულია, გადარჩენილი არის მხოლოდ ამ ხელნაწერის ანდერძი და დღეს ეს ანდერძი დაცული არის მოსკოვის ისტორიის მუზეუმში, ბერძნული ხელნაწერის საცავ ფურცლად. თავად ხელნაწერი დაკარგულია, მაგრამ აი ეს მთელი ისტორია, რასაც მოყვა ქართველების მიერ ათონის მთაზე ივირონის მონასტრის დაარსება, მოთხრობილი არის სწორედ აი ამ ანდერძში, რომელიც ერთი ფურცლით არის მხოლოდ გადარჩენილი. ქართული ხელნაწერები, ისევე როგორც ზოგადად ხელნაწერები, ადვილად ზიანდებოდა და იკარგებოდა. ჩვენ და საბედნიეროდ თორნიკე ერისთავის ეს ანდერძი მართალია საცავ ფურცლად, მაგრამ მაინც შემონახული არის ბერძნულ ცხოვრებაში, ბერძნულ ხელნაწერში. ეს არის ხელნაწერი, რომელსაც მე-13-მე-14 საუკუნეები დათარიღებენ და თუ ქართული თარგმნელობითი ლიტერატურის განვითარებას დავაკვირდებით, მეორე ეტაპი ეს მოდის, რა თქმა უნდა, ათონის მთაზე, ისეთი ქართველი მოღვაწეების ცხოვრებასთან არის დაკავშირებული, როგორებიც იყვნენ ექვთიმე მთაწმინდელი და გიორგი მთაწმინდელი. აი ეს ხელნაწერი კრებული და შეიცავს ექვთიმე მთაწმინდლის თარგმანებს და მათ შორის დაცული არის ნისიმას ცხოვრება, ეს არის ტაბენისელი დედა, ერთადერთი ქალი, რომელიც მამათა მონასტრის წინამძღვარი გახდა. ერთადერთი შემთხვევა ქრისტიანობის ისტორიაში, მართალია არ იცოდნენ რომ ქალი იყო, მაგრამ გახდა მამათა მონასტრის წინამძღვარი და აი არაფორმალური მხატვრობით სწორედ ნისიმას ხედავთ თქვენ მამათა გარემოცვაში. ჩვენ ბევრი დიდი საშუალება გქონდა რომ გვენახა უძველესი ქართული ოთხთავები, მაგრამ ქართული ოთხთავის ვულგატის შექმნა დაკავშირებული არის გიორგი მთაწმიდლის სახელთან. და გიორგი მთაწმიდელი ეს არის პირველი ადამიანი ქართულ სინამდვილეში, რომელმაც საავტორო უფლებების დაცვა მოითხოვა თანამედროვე ენით რომ ვთქვათ. მიუხედავად იმისა, რომ გიორგის თავად თარგმანი ოთხთავის არ გაუკეთებია, მან არსებული თარგმანი შეადარა ბერძნულ ხელნაწერებს და გაასწორა თავის ცნობილ ანდერძში, სადაც პირველად იხსენიება სხვათა შორის ხანმეტი ოთხთავი და საბაწმიდური ოთხთავები, მოითხოვა რომ პირდაპირ მოითხოვა საავტორო უფლებების დაცვა, რომ ყველას, ვინც მისი ოთხთავის გადაწერას გადაწყვეტდა, შეენარჩუნებინა ტექსტი და
არაფერი არ შეეცვალა იმ ტექსტში. კიდევ უფრო მკაცრი არის გიორგი მთაწმინდელი, როდესაც ფსალმუნის მის რედაქციას ეხება. იქ პირდაპირ ითხოვს, რომ იოტიც არ შეცვალოს, თორემ იოტი ჩვენც კარგად ვიცოდით და რომ გდომებოდა ჩვენ შეცვლიდით. თუ კი ამ ტექსტს ეს გადაწერეთ, თუ არა და შეგიძლიათ სხვა ხელნაწერები გადააწერინოთ. იმიტომ ამბობ, რომ ხელნაწერები ძალიან თანამედროვეა და საავტორო უფლებების დაცვა სწორედ უკვე ხელნაწერი მემკვიდრეობიდან იწყება. შემდეგი ხელნაწერები, რასაც თქვენ ნახავთ, ეს არის სწორედ გიორგი მთაწმინდელის რედაქციის შემცველი ქართული ოთხთავები. და გიორგი მთაწმინდელმა ერთხელ კი არ შეადარა ოთხთავი ბერძნულ ტექსტს. სამჯერ სამი სხვადასხვა ეტაპი გაიარა გიორგის ტექსტმა, სანამ მივიღებდით იმ ვულგატას, რომელიც დღესაც გამოიყენება ქართულ ეკლესიებში. ეს არის ალავერდის ოთხთავი. ხელნაწერი გადაწერილი უნდა იყოს 1054 წელს. ანდერძი შემონახულია, წერია ქორონიკონსა, მაგრამ როგორც ჩანს, წითლით მწერალს, როგორც მას უწოდებდნენ ხოლმე, ანუ წითელი მელნით უნდა ყოფილიყო ჩაწერილი გადაწერის დრო, გამორჩა გადამწერს, ამიტომ გადაწერის დრო დაფიქსირებული არ არის. თუმცა, ვინაიდან ხელნაწერი გადაიწერა მაშინ, როდესაც ბაგრატმა მოინახულა, ბაგრატი ჩავიდა კონსტანტინოპოლში, ფიქრობენ, რომ ეს უნდა იყოს დაახლოებით 1054 წლისთვის უნდა ყოფილიყო გადაწერილი. და ეს ხელნაწერი ისევ დაკავშირებული არის ბაღვაშთა სახლთან, იმიტომ რომ კონსტანტინოპოლიდან საქართველოში უკვე ლიპარიტ ბაღვაშის შვილმა ივანემ ჩამოიტანა და შეწირა ის კაცხის მონასტერს. მაგრამ დიდხანს კაცხის მონასტერშიც არ დარჩენილა, შემდეგ ის აღმოჩნდება ტაო-კლარჯეთში, სადაც მოიპარავენ და საბოლოო ჯამში ლევან დადიანი გამოისყიდის მას და გადაიტანს და შეწირავს ალავერდის მონასტერს და დღესაც ეს ხელნაწერი ალავერდის ოთხთავის სახელით არის ცნობილი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალავერდის ოთხთავი, იმიტომ რომ ის შეიცავს აბგაროზის ეპისტოლეს. ალბათ იცით ეს ცნობილი ისტორია ედესის მეფე აბგარისა, რომელიც ქრისტეს თანამედროვე იყო და როდესაც გაიგო იმ სასწაულების შესახებ, რომელსაც ქრისტე ახდენდა იერუსალიმში, გაგზავნა მასთან თავისი მსახურები, ავად იყო და უნდოდა რომ მის მსახურებს ქრისტეს ხატი შეექმნათ და აი ამ აბგარის ისტორიასთან არის დაკავშირებული ხელთუქმნელი ხატის შექმნის ისტორიაც, როდესაც ქრისტემ არ მისცა საშუალება რომ დაეხატათ, არამედ ტილო მიიდო და სასწაულებრივად აისახა მისი გამოსახულება ამ ნაჭერზე, ხომ? აი ეს აბგაროზის ისტორია ჩაითვალა მე-11 საუკუნეში აპოკრიფულად, ანუ ისეთ ისტორიად, რომელიც არ იყო საყოველთაოდ წასაკითხი, აკრძალულად. ამიტომ ყველა ოთხთავი არ შეიცავს ამ ისტორიას და წესით არც უნდა იყოს. მაგრამ ალავერდის ოთხთავში დაცული არის სწორედ აბგაროზის ისტორია და არაჩვეულებრივი გამოსახულება არის მანდილიონისა, ანუ ხელთუქმნელი ხატისა. ალავერდის ოთხთავი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ფანტასტიურად მოხატული საზედაო გრაფემებია და არც ერთი არ მეორდება. ძალიანაც რომ მოინდომოთ ორ ერთნაირ გაფორმებულ, მხატვრულად გაფორმებულ გრაფემას ვერ ნახავთ. ყველა გრაფემა არის ერთმანეთისაგან განსხვავებული. სრულიად განსაკუთრებული არის ასევე გიორგი მთაწმინდელის ოთხთავის რედაქციის შემცველი ჯრუჭის ოთხთავი და განსხვავებული არის იმიტომ, რომ ტრადიციულად ქართულ მინიატურისტიკაში, რომელიც მოდის ბიზანტიურიდან ამ პერიოდისა, ხომ, გამოსახულება განთავსებული არის ჩარჩოში, ოთხკუთხედ ჩარჩოში და არ გადის ჩარჩოდან. რასაც თქვენ ხედავთ, თითქმის ყველგან ჩარჩოს მთლიანობა არის დარღვეული და სრულიად განსაკუთრებულ ელფერს ძენს აი ამ მხატვრობას, ხედავთ აი როგორ მოდიან მთავარანგელოზები შემოდიან ამაღლების სცენაში, ხომ? არც ერთი მინიატურა არ რჩება მხოლოდ ოთხკუთხედის ფორმაში და ყველა ამ საზღვრებს ტოვებს. აი ამ თვალსაზრისით ჯრუჭის მეორე ოთხთავი, რომელიც მე-12 საუკუნეებისა არის განსაკუთრებული. გელათის ოთხთავი ასევე მე-12 საუკუნის
აქ მნიშვნელოვანი არის მინიატიურების თემატიკა, თუ ადრეულ ოთხთავებში გამოსახულებები ჰქონდა მხოლოდ მახარებლების, გვიან მე-11, მე-12 და მე-13 საუკუნეებში უკვე სიუჟეტური მინიატიურა შემოდის და მთლიანად ასახავს ქრისტეს ცხოვრების სცენას და მე განსაკუთრებით მომწონს ეს ქრისტეს ცდუნების სცენა, ნახეთ როგორი პლასტიკა არის დაცული აი ამ გამოსახულებაში, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ და განრღვეულის განკურნება და ბოროტის სულის განდევნა. ით ხედავთ როგორი მნიშვნელოვანი როგორ ხატავს ამას, როგორ ხატავს ბოროტის სულის განდევნას, როგორ წარმოადგენს მას შუა საუკუნეების მხატვარი. ვანის ოთხთავი ყველასათვის ცნობილი, რომელიც დაკავშირებული არის თამარ მეფესთან და ეს არის განსაკუთრებულ თხელ ეტრატზე გადაწერილი, როგორც ამბობენ დაუბადებელი ბატკნის რაც რახან დაუბადებელი იყო, მისი ტყავიც გაცილებით უფრო თხელი იყო და ასეთი ხელნაწერის შექმნა ძალიან ძვირი ჯდებოდა. გადაწერილი არის კონსტანტინოპოლში რომონას მონასტერში, ოღონდ მხატვარი არ არის ქართველი. მხატვარი არის მიქაელ კორასელი და მისი ანდერძი შემონახული გვაქვს ხელნაწერში. ასევე უცნაური თავგადასავლის მქონე მცირე სვინაქსარი ეს არის საღვთისმსახურებო წიგნი, რომელიც შეიცავს 12 თვის ღვთისმსახურების მასალას წმინდანთა ხსენებებით. პირველად სვინაქსარი თარგმნა ექვთიმე მთაწმინდელმა, როგორც ამას გვამცნობს გიორგი მთაწმინდელი ექვთიმე მთაწმინდელის ცხოვრებაში. სამწუხაროდ ამ თხსულების ექვთიმესეული თარგმანი შემონახული არის მხოლოდ ერთი ხელნაწერით და ისიც ძალიან ნაკლული, შემორჩენილი არის მხოლოდ 70 ფურცელი. ერთი მეშვიდედიც არ არის ამ ხელნაწერისა, როგორც ის სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო. რამ გამოიწვია ეს, რომ ესე გაქურდეს? სხვათა შორის ძალიან ბევრი მინაწერი აქვს და ერთ-ერთი ბოლო მინაწერი გვამცნობს, რომ გამოისყიდეს ეს ხელნაწერი შამახაში და ჩამოიტანეს საქართველოში. გადაწერილი არის 1031 წელს კონსტანტინოპოლში. ხელნაწერის დამკვეთი არის ზაქარია ვალაშკერტელი. თუ არიცით ზაქარია ვალაშკერტელი, მაშინ ადვილად გაიგებთ ამ ადამიანის მნიშვნელობას, თუ გავიხსენებთ, რომ ზაქარია ვალაშკერტელი არის ის ადამიანი, რომელიც შუამავლობდა ბასილ კეისარსა და გიორგე მეფეს შორის. გიორგი პირველზეა საუბარი. და როდესაც მიუხვდა ბიზანტიის კეისარი, რომ ზაქარია ვალაშკერტელი ატყუებდა, ენა ამოგლიჯა, ეს არისტაკეს ლასტივერტელთან წერია და ექსორიაყო, ანუ გადაასახლა კონსტანტინოპოლში. ზაქარია ვალაშკერტელი არის ის ფიგურა, რომელიც გადასახლებაშიც კი არ წყვეტდა ქართული საქმის კეთებას და ის დაკავებული იყო ექვთიმე მთაწმინდელის მიერ შესრულებული თარგმანების გადაწერების დაკვეთით და საქართველოში გამოგზავნით. აი ერთ-ერთი ეს ხელნაწერი არის სწორედ მცირე სვინაქსარი, რომელსაც მისი ბერძნულ ენაზე შემონახული ანდერძიც ახლავს. იგულისხმება ზაქარიას ანდერძი. მეორედ სვინაქსარი უკვე გიორგი მთაწმინდელმა თარგმნა თავისი წინამძღვრობის პერიოდში 1042-54 წლებს შორის და ეს სვინაქსარი დიდი სვინაქსარის სახელით არის ცნობილი. თქვენს წინაშე ახლა არის ხელნაწერი, რომელიც 1156 წელს გადაიწერა და მას ჩვენი სამეცნიერო საზოგადოება გოლგოთის სვინაქსარს უწოდებს. ინახებოდა გადაწერილი არის იერუსალიმში. ცნობილი არის იმით, რომ შეიცავს ჯვაროსნების მოსახსენებლებს. მაშინდელ წმინდა მიწაზე ქართველ ბერებს უწევდათ ურთიერთობა ჯვაროსნებთანაც და ძალიან საინტერესოა როგორ გადმოსცემენ ჯვაროსნების სახელებს და ერთ-ერთი მინაწერს თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ სირ პერ კუმანდური ტაძრელთა ანუ ტამპლიერთა ორდენის წარმომადგენლებთან ჰქონდათ ურთიერთობა და ვალდებულები იყვნენ რომ ურთიერთობა ჰქონოდათ, იმიტომ რომ პოლიტიკური ძალაუფლება 1156 წლისათვის სწორედ ტამპლიერების ხელშია და ჯვაროსნების ხელშია წმინდა მიწაზე. ასევე კიდევ ერთი ოჯახის წარმომადგენლები, რომლებიც მე ძალიან მიყვარს, ეს არის კალიგრაფების, გადამწერების
ჯიბიზეების ოჯახის წარმომადგენლები, ბიძა და ძმისშვილები, დავითი და ივანე ჯიბიზეები, რომელთა სახელებთანაც არის სულ ცოტა 3 ხელნაწერის გადაწერა დაკავშირებული. მათ შორის ერთი არის სვინაქსარი, რომელიც გადაიწერა გიორგი თაწმიდლის თარგმნილი სვინაქსარი, რომელიც გიორგის სიცოცხლეშივე არის გადაწერილი. ვერ წარმოიდგენთ, რა სისწრაფით ხდებოდა ამ ახალი თარგმანების გადანუსხვა და ჩამოტანა საქართველოში, იმიტომ რომ მიზანი ქართული ეკლესიისა იყო, რომ ქართული საზოგადოება არ ჩამორჩენოდა იმ სიახლეებს, რომელიც ბიზანტიური იმპერიის სივრცეში ხდებოდა და ელვისის სწრაფით ვრცელდებოდა და განსაკუთრებით მიყვარს ეს სვინაქსარი, რომელიც გადაწერა ივანე ჯიბიზემ ბიძის დავითის დაკვეთით, იმიტომ რომ წარმოშობით ესენი იყვნენ შატბერდის მონასტრიდან. მოგვიანებით ანტიოქიაში მოღვაწეობდნენ, მაგრამ აქ ძალიან საინტერესო რაღაცას ამბობს დავით ჯიბიზზე, რომ თუ კი აღარავინ დარჩება, ვისაც ეს ხელნაწერი ქართველთაგან ანტიოქიაში, მაშინ დააბრუნონ აუცილებლად ის შატბერდში და პირდაპირ წელს, რომლის სიყვარულითაც იწვის ჩემი გულიო. ქართველი მეფე-დიდებულები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩაბმულები საგანმანათლებლო საქმიანობაშიც და გიორგი მთაწმინდელმა 40 ობოლი ბავშვი წაიყვანა საქართველოდან ბიზანტიაში განათლების მისაღებად და თქვენს წინაშე ამ 40-დან ერთ-ერთის თეოფილე ხუცესმუნაზონის მიერ გადაწერილი ხელნაწერია. ეს ხელნაწერი ათონზე ინახებოდა და დღეს უკვე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში არის დაცული. თეოფილე ხუცესმუნაზონი არის ქართული მეტაფრასტიკის მამა. ეს არის ერთ-ერთი, რომელიც ვიმეონ მეტაფრასტის თხზულებებს თარგმნიდა ბერძნულიდან ქართულ ენაზე. კავკასიის სახარება ძალიან საინტერესო ისტორიით. აი აქ ერთი საინტერესო ამბავია მოყოლილი, ხელნაწერი მე-13 საუკუნეშია გადაწერილი, მაგრამ ანდერძების მიხედვით ჩვენ შეგვიძლია ამ ხელნაწერის ისტორიას მივადევნოთ თვალი მე-13-დან მე-20 საუკუნის ბოლომდე, დასაწყისამდე. მე-20 საუკუნეში ყარსელ სომეხს ჩაუვარდა ეს ხელნაწერი, ქართული ვერ წაიკითხა, როგორც თვითონ აი აქ მელნით რაც არის დაწერილი, სხვათა შორის წერს, რომ ჩამოვიტანეო საქართველოშიო და ერთ მცოდნე პროფესორს ვაჩვენეო, რომელმაც მითხრაო, რომ ესო მაშტოცის ანბანიაო, მაგრამ სინამდვილეში საქმე ქართულ ხელნაწერთან ჰქონდა და კიდევ უფრო საინტერესო კი უზნაძეებთან არის დაკავშირებული. ამ ხელნაწერში არის მოთხრობილი ისტორია, როგორ ჩამოვიდა ტაოში აქრაიკელი ფალავანი და უზუნის ბატონს, ანუ უზნაძეს უთხრა, რომ დაეჭიდებინა მისთვის ქართველი ფალავანი და ყველაზე კარგი ფალავანი აღმოჩნდა მღვდელი, რომელსაც დაპირდნენ, რომ თუ ამ დაპირისპირებაში გაიმარჯვებდა, მაშინ უზნაძე, უზუნის ბატონი მას ამ 4 თავს აჩუქებდა. მართლა დაეჭიდა, გაიმარჯვა და საჩუქრა და ამ სპორტული წარმატებისათვის მიიღო 4 თავი და როგორც ანდერძში წერია, დიდი ჭალა ტაძრის მახლობლად. აი ესეთი საინტერესო ისტორიებიც გვხვდება ქართულ ხელნაწერებში. ეს ხელნაწერი კი, რომელიც მე-11 საუკუნის დასაწყისით არის დათარიღებული, დაკავშირებული არის ქართველ დიდმოხელესთან, რომელიც ბიზანტიის იმპერიას ემსახურებოდა, აბუქაბ ზორავართან. რომ არა ეს და კიდევ ერთი სინური ხელნაწერი, აბუქაბ ზორავარი ითვლებოდა, რომ აბუქაბიანთა საგვარეულო ეს იყო სომხური საგვარეულო. სინამდვილეში სულ ცოტა 2 ხელნაწერი გვაქვს, რომელიც აბუქაბ ზორავარის დაკვეთით არის გაკეთებული, ქართული. შესაბამისად ამ დინასტიის წარმომადგენლებიც სწორედ ქართველები უნდა ყოფილიყვნენ. იოანე სინელის სათნოების კიბე, პეტრე გელათელის თარგმნელი, იოანე სინელის კლემაქსი ქართულად თარგმნილი არის 5-ჯერ და ერთხელ ამ 5-დან ლექსად არის გაწყობილი. აქ კი თქვენ ხედავთ დავით გარეჯის მონასტრის ცნობილი მოღვაწის ნიკოლოზ ნიკრაის მიერ გადაწერილ ხელნაწერს, რომელსაც აი ესეთი კომენტარები კლემაქსის ტექსტზე, აი ესეთი თავისებური ძალიან ლამაზი მხატვრული ფორმითა აქვს გაკეთებული მითიური ცხოველების გამოსახულებებით. კატენებიანი ბიბლია, ბიბლიის ტექსტი, რასაც თქვენ ხედავთ, ის პატარა 4-კუთხედია, რომელიც ცენტრშია. დანარჩენო რაც გარშემოა, ეს არის წმინდა მამათა კომენტარები ბიბლიაზე. და ეს არის უმნიშვნელოვანესი მე-13 საუკუნის ხელნაწერი, რომელიც
დაცული არის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. ცნობილი წითელი ფსალმუნი 1665 ხელნაწერი თარიღდება მე-16-მე-17 საუკუნეებით, მაგრამ მიიჩნევა, რომ მინიატიურები, რომელიც ამ ხელნაწერშია დაცული, გაცილებით ადრინდელია. და ზოგი თვლის, რომ ამ მინიატიურების დამკვეთი უნდა ყოფილიყო ცნობილი გურჯი ხათუნი. იცით თქვენ ვინც არის, მაგრამ ამაზე ჯერჯერობით ვერ თანხმდებით, იმიტომ რომ მყარი არგუმენტები არც ერთ მხარეს არ აქვს. ზოგი მიაჩნევს, რომ ნამდვილად გურჯი ხათუნია, ზოგი მე-15 საუკუნით ათარიღებს. ქართველი წმინდანები შედარებით მოგვიანებით ქართულ ლიტურგიკაში უკვე ქართველი წმინდანებიც ხვდებიან. თუ გიორგი მთაწმინდელმა გამონაკლისი დაუშვა მხოლოდ 6 მთაწმინდელისათვის და თავის ვინაქსარში მხოლოდ 6 ხსენება შეიტანა, განსხვავებით თქვენისაგან, სადაც სხვა ქართველი წმინდანებიც იყვნენ, მოგვიანებით უკვე ქართველი წმინდანები ლიტურგიკაში ჩდებიან. და აქ თქვენ პირველ მინიატიურაზე ხედავთ ილარიონ ქართველს, ეფთვიე მთაწმინდელს, გიორგი ქართველსა და წმინდა ნინოს. მეორე მინიატიურაზე აქ უკვე ზედაზნელი მამები და პეტრე იბერი არიან გამოსახულები. და ერთადერთი მინიატიურა გრიგოლ ხანძთელისა, ეს არის დავით გარეჯელი, შიომღვიმელი და უკიდურესი არის გრიგოლ ხანძთელი. არ ვიცი იცით თუ არა, რომ ანტონ კათალიკოსმა აბსოლუტურად არაფერი არ იცოდა გრიგოლ ხანძთელის შესახებ. ამიტომ, როდესაც საგალობელს წერდა, დაწერა ესეთი ტრაფარეტული საგალობელი წმინდანის შესახებ, ისე რომ მას ინფორმაცია რა გააკეთა გრიგოლმა ქართული კულტურისათვის არ ქონდა. და გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება 1902 წელს აღმოაჩინა ნიკო მარმა იერუსალიმში, ალბათ იცით ეს ამბავი და ეს არის გრიგოლ ხანძთელის ერთადერთი მინიატიურა, რომელიც ჩვენთან არის დაცული. წმინდა ნინო და წმინდა რიფსიმე გულანის გამოსახულებაზე, პეტრე იბერი, რომელსაც დღეს ქართული ეკლესია არ იღებს, მაგრამ ქართულ ხელნაწერებში წმინდანად მოიხსენიება, ქეთევან დედოფლის გამოსახულება ასევე გვხვდება გულანის ხელნაწერში და რა თქმა უნდა, ქართული ხელნაწერი ტრადიცია არ არსებობს საერო ხელნაწერების გარეშე. და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის ვეფხისტყაოსანი, რომლის მრავალფეროვანი, სრულიად განსხვავებული მოხატულობის და მნიშვნელობის ხელნაწერები არის ჩვენთან დაცული, ეგრეთ წოდებული თავაქარაშვილის ვეფხისტყაოსანი, ლევან დადიანის დაკვეთით გადაწერილი, რომელსაც ახლა თქვენ ეკრანზე ხედავთ და მასზე გამოსახულები არიან ლევან დადიანიც, თავაქარაშვილიც და შოთა რუსთაველიც. ასევე გიორგი მე-11-ისათვის დაკვეთით, მისი დაკვეთით შექმნილი, ეგრეთ წოდებული ბეგთა ბეგისეული ვეფხისტყაოსანი, რომლის არც ერთი გვერდის მოხატულება არ იმეორებს ერთმანეთს. და ჩემთვის ყველაზე საყვარელი წერეთლისეული ვეფხისტყაოსანი, სინამდვილეში ეს ამ ხელნაწერის დამკვეთი იმერეთის მეფე სოლომონი იყო. ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. აჯანყების მერე ეს ხელნაწერი სოლომონის წინააღმდეგ აჯანყების მერე ეს ხელნაწერი აბაშიძეების ოჯახში აღმოჩნდა და მოგვიანებით კი გურიელის ასულს მზითვად გაატანეს, რომელიც გათხოვილი იყო წერეთელზე. გაყიდვა უნდათ ხელნაწერის, მაგრამ ეტლში დარჩათ და ვინც იპოვა ხელნაწერი მიუტანა დავით სარაჯიშვილს და ალბათ იცით ეს ძალიან საინტერესო ისტორია. დავით სარაჯიშვილმა ხელნაწერი შესასწავლად მიუტანა ექვთიმე თაყაიშვილს, ექვთიმე თაყაიშვილმა კი ადგა და გამოაქვეყნა განცხადება, რომ დავით სარაჯიშვილმა შესწირა საზოგადოებას, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ეს ხელნაწერი და რას იზავდა დავით სარაჯიშვილი უარს ხო ვეღარ იტყო და ამიტომაც ეს ხელნაწერი დღეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება და არ არის გაყიდული, როგორც სხვა ბევრი ძეგლი ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობისა, მათ შორის უორდროპისეული ვეფხისტყაოსნის ერთი მინიატიურა არის ჩვენთან დაცული, დანარჩენები ეს გაყიდული არ არის, აჩუქეს მარჯორი და ოლივერი უორდროპს, როცა საქართველოში იმყოფებოდნენ და იმისათვის რომ მაინც გითხრათ, რომ ადამიანის შემოქმედებითობა არ აქვს ამ შემოქმედებითობას საზღვარი. ზოგჯერ ისეთ რაღაცებს ნახავ ხელნაწერი აბსოლუტურად არანაირ კავშირში არ არის, აი ახლა რასაც თქვენ ხედავთ, მაქსიმე აღსარებლის ცხოვრებასთან, მაგრამ გვიანდელმა შემკაზმავმა, ანუ მან ვინც ხელნაწერს ყდაში სვამდა, აი ესეთი საინტერესო მოხატულობით გააფორმა ხელნაწერის ყდა. ცნობილი ასტროლოგიური კრებული მე-12-მე-13 საუკუნეებით თარიღდება და თუ რაიმე გამოსახულება გინახავთ ზოდიაქოს ნიშნებისა, სწორედ ამ ხელნაწერიდან მომდინარეობს, მაგრამ მე მაინც განსაკუთრებით მიყვარს ეს ხელნაწერი, იმიტომ რომ შეიცავს ვახტანგ მე-6-ის
ავტოგრაფს ვახტანგ მე-6 ამ ბოლოში ამ ხელნაწერს ერთვის სოლომონის ქებათა ქების უცნობი თარგმანება, ანუ კომენტარები. დღემდე ეს ტექსტი შესწავლილი არ არის, არავინ არ იცის ეს არის თარგმნილი რომელიმე ენიდან თუ გაკეთებული არის კომპილაცია სხვადასხვა თარგმანებიდან. მაგრამ განსაკუთრებით ლამაზი არის ის ტექსტი, რომელიც გამოიყენა კომენტატორმა ტექსტის კომენტირებისას ამ ქებათა ქებისა. სხვათა შორის ეს ტექსტი მერე გამოიყენა აი იოანე სინელის კლიმაქსი რომ გადაწერა იმ კაცმა ნიკოლოზ ნიკრაიმ და იმ ბიბლიური ტექსტიდან ღვთისმშობლის არაჩვეულებრივი საგალობელი გააკეთა. ოდნავ შეცვალა ტექსტი და დაარქვა უკვე ღვთისმშობლის საგალობელი. რამე არ გამომჩეს, მოვდიოთ კი, ვამთავრებთ. სულხან საბას ლექსიკონი და აი ამ ანდერჩი თქვენ ხედავთ მონდომება სულხან საბასი რომ ქართველებს ქონოდათ ყველაფერი, რაც აქ სხვებს და არა გვაქვს ჩვენ, მათ შორის ლექსიკონიც, რომელზედაც ის წერს, რომ სომხური ვნახე ერთი მომცრო წიგნიო და მოვინდომე რომ ჩვენც გქონოდაო და შედეგად მივიღეთ ის არაჩვეულებრივი ნაშრომი, რომელიც მრავალი ხელნაწერით არის დღეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში წარმოდგენილი, დავით გურამიშვილის დავითიანი ავტოგრაფი 1787 წელს გადაწერილი, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ ფოტოტიპური სახითაც დაიბეჭდა და თუ დაგაინტერესებთ შეგიძლიათ ნახოთ და რა თქმა უნდა ქართლის ცხოვრების ხელნაწერები, სხვათა შორის თუ არ იცოდით, ესეც ძალიან საინტერესოა, რომ ქართლის ცხოვრების უძველესი ხელნაწერი არის მისი სომხური თარგმანი, რომელიც უფრო ძველია, ვიდრე ყველა ქართული ხელნაწერი, რომელიც დღეს არის შემონახული. ეს არის ანასეული ქართლის ცხოვრება და ვახუშტი ბაგრატიონის ატლასი, რომელიც ასევე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგანძურს წარმოადგენს და მთელი მსოფლიოს გეოგრაფია და რუკები არის ამ ტექსტში წარმოდგენილი და იმისათვის რომ განსხვავება ნახოთ, როგორ განსხვავდება ადრინდელი მინიატიურისტიკა შედარებით გვიანდელისაგან, შაჰნამეს და ყარამანიანის ეს ძალიან საინტერესო მინიატიურებიც გვიჩვენებს, რომ ყველა ეს ხელნაწერი ასახავს იმ ეპოქას, რომელ ეპოქაშიც იქნება და იმ ეპოქის გემოვნებას და სტილს. ამიტომაც ეს მაგალითად უკვე წმინდად ევროპულია, მიუხედავად იმისა, რომ ყარამანიანია, ხო? ძალიან პოპულარული იყო მე-18-მე-19 საუკუნეებში მოგზაურობები და ცნობილი გიორგი ავალიშვილის მოგზაურობა, რომ არა გიორგი ავალიშვილის მოგზაურობა იერუსალიმში ბევრი ის ხელნაწერი, რომელიც მე დღეს თქვენ გაჩვენეს, მათ შორის გოლგოთის სვინაქსარიც დღეს აქ არ იქნებოდა. ეს 9 ხელნაწერი ჯვრის მონასტრიდან გიორგიმ ავალიშვილმა წაიღო და შესწირა პეტერბურგის სააზიო მუზეუმს და მე-20 საუკუნის დასაწყისში კი აი კომუნისტების პერიოდში მოხერხდა 1925 წელს, რომ ეს ხელნაწერები გადმოსულიყო საქართველოში და დღეს ჩვენს ცენტრში ინახება და ეს რასაც დაგპირდით, ეს არის ის ერთადერთი ხელნაწერი, რომელმაც დავით აღმაშენებლის ავტოგრაფი შემოინახა და დღეს სინასთაზე არის დაცული. მე მქონდა ბედნიერება ეს ხელნაწერი ჩემი თვალითაც მენახა და ხელშიც მჭერო და სხვათა შორის კიდევ ერთი ხელნაწერი ინახებოდა დავით აღმაშენებლის ავტოგრაფით, რომლის ფოტოც აღმოჩნდა იოსებ მეგრელაძის არქივში. ხელნაწერი ვიცით რომელიც არის, მაგრამ აი ეს გვერდი დავითის ავტოგრაფით დღეს უკვე დაკარგულია. და არაჩვეულებრივი მოჭედილობა, შეკაზმულობა ქართული ხელნაწერებისა, ბექა და ბეშქე ნოპიზრების ყდები, რომლებიც ასევე ჩვენი ცენტრის საგანძურს წარმოადგენს. მცირე ზომის სხვათა შორის ეს ძალიან საინტერესოა ზურმუხტები, რომელსაც თქვენ ხედავთ, ამერიკული წარმოშობისაა და როგორც ანდერძი გვეუბნება, სტამბოლის ბაზარში შეიძინეს ამ ხელნაწერისათვის სპეციალურად. მინიატიურული ოთხთავები და ეს არაჩვეულებრივი მთავარანგელოზი, რომელიც გამოყენებული არის ხელნაწერის ყურის შესაკრავად. ესეთი მხატვრული გადაწყვეტილებები ჰქონდათ. ამდენად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში თქვენ ნახავთ როგორც წიგნის
განვითარების ისტორიას, ენის განვითარების ისტორიას, თარგმანის განვითარების ისტორიას, მხატვრობის განვითარების ისტორიას და ყველა იმ დარგის განვითარების ისტორიას, რომელიც შეიძლება აინტერესებდეს ადამიანს. ეს იყო სულ მე რაც მინდოდა მეთქვა და სიამოვნებით გიპასუხებთ კითხვებზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ქალბატონ დალის შესანიშნავი მიმოხილვისთვის და მართლა ალბათ თითოეული ჩვენგანი სიამაყით აივსო მრავალ ასწლოვან ისტორიას გადავავლეთ თვალი, ნახეთ თუ როგორი ძველია ის კულტურა, ის ქვეყანა, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ და რომლის წიაღშიც დავიბადეთ, ვიზრდებით და გვინდა რომ რაღაცაში გამოვადგეთ. და რაც მთავარია მეგობრებო, მე დარწმუნებული ვარ, თქვენში ამჩნევდით იმასაც, რომ აი ეს დამწერლობა, ხელნაწერი გამოხატავს ძალიან ბევრ რამეს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ისტორიის ყველა ეტაპზე. თუ უნდოდა ქვეყანას რომ ყოფილიყო სახელმწიფო, მას ჭირდებოდა თავისი დამწერლობა, წიგნობრობა, მისი განვითარება, ხო? შეუძლებელი იყო საქართველოს ჩამოყალიბება ქრისტიანულ ქვეყნად, აი ამ წიგნობრობის გარეშე, იმიტომ რომ ჩვენ იცით, რომ ქრისტიანობა ეს წიგნობრული რელიგიაა და წიგნის გარეშე, ოთხთავის გარეშე, ბიბლიის გარეშე შეუძლებელია მისი განვითარება. ალბათ შეამჩნევდით ქალბატონი დალის ლექციიდან იმასაც, რომ იყო პერიოდები საქართველოს ისტორიაში, როდესაც ისე იყო განვითარებული ეს ქვეყანა, რომ ფეოდალებიც კი, რომელთაც ჰქონდათ ამბიცია, რომ განსაკუთრებული როლი ეთამაშათ საქართველოს ისტორიაში და ითამაშეს კიდეც, ავად თუ კარგად ეს სადაო საკითხია და განსახილველი საკითხია, ესე მარტივად არ წყდება, როგორც ეს სასკოლო სახელმწიფოებაშია, ბაღვაშებს გულისხმობ, ისინიც კი გამოიჩენდნენ ხოლმე იმ ხელ ამბიციას, რომ შეექმნათ თავიანთი ხელნაწერები, თავიანთი წიგნები, თვითონ შეეკვეთეთ ეს ყველაფერი და თავიანთი საერისთავოების წიაღშიც განევითარებინათ აი ეს წიგნის გადაწერის კულტურა, ახალი ხელნაწერების შექმნის კულტურა და ასე შემდეგ. მაგრამ მთავარი რაც ალბათ დღევანდელი ლექციიდან გავიგეთ იყო ის, რითიც შეაჯამა ქალბატონმა დალიმ თავისი მოხსენება, რომ ეს არის ცენტრი, სადაც თქვენ შეგიძლიათ თქვენი სამეცნიერო ინტერესი რაც გექნებათ მომავალში იმის ეგიდით დააკვირდეთ უამრავ პროცესს ლიტერატურის განვითარებიდან დაწყებული, რელიგიური ურთიერთობების განვითარებით გაგრძელებული და დასრულებული ხელოვნების და მხატვრობის ისტორიის და მისი განვითარების თავგადასავლით. ასე რომ, აი თითქოს სახელში მხოლოდ ხელნაწერი ჩანს, მაგრამ როცა ვამბობთ ჩვენ ხელნაწერთა ინსტიტუტს, მის მიღმა გულისხმობთ აი ამდენი დარგის ერთიანობას, ისტორიის, ლიტერატურის, ენის მცოდნეობის, ხო თავისი უამრავი განშტოებით, ხელოვნების საკითხების და ხელოვნებაცოდნეობის განყოფილებას, რეგიონის მცოდნეობას და ასე შემდეგ. აი ამდენ დისციპლინასთან, ამდენ დარგთან მივყავართ ხოლმე ერთად ხელნაწერს და მის, ასე ვთქვათ, ისტორიას. მე სანამ თქვენ აუდიტორიაში გადმოგცემთ სიტყვას, მანამდე თქვენი ნებართვით მოგახსენებთ იმ სამი შეკითხვის შესახებ, რომელიც ამოვარჩიე რეგიონებიდან მოსული, ასე ვთქვათ, შეკითხვებიდან. დიდი მადლობა გორს, თელავს, ზუგდიდს აქტიურობისთვის და დისტანციურად მონაწილეობისთვის ჩვენ ლექციაში. პირველი შეკითხვა ცოტა სახალისოც არის. ხო, იმედია აქ ჩვენ უმცროს კურსელებთან გვაქვს საქმე და იმედია თქვენ გაგებით მოეკიდებით ამ შეკითხვას. როგორც ჩანს, ჩვენი ერთ-ერთი მსმენელი ნამყოფი არის ერევანში და ესე იგი აინტერესებს რატომ არის ერთი შეხედვით
დაკვირვებით, გარედან დაკვირვებით, უფრო დიდი ეს სომხური მწიგნობრული მემკვიდრეობა ვიდრე ქართული. რამ განაპირობა ის, რომ სომხეთს უფრო მეტი წყარო აქვს, უფრო მეტი ავტორი ყავს, უფრო მეტი ხელნაწერი აქვს. აი ისიც შეამჩნია თქვენ რომ ბოლოს აღნიშნეთ ქართლის ცხოვრებაზე. აი ამის საფუძვლები რა არისო, როგორც მე გავიგე, ამას კითხულობენ. დიდი მადლობა კითხვისთვის. არ არის ესე, რომ ხელნაწერი მემკვიდრეობა სომხებს უფრო მეტი ჰქონდეთ. ჩვენ საკმაოდ მდიდარი გვაქვს და ჩვენი ხელნაწერი მემკვიდრეობა არ შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რაც საქართველოში არის დაცული. უამრავი ქართული ხელნაწერი დაცული არის საზღვარ გარეთ, ქართული სახელმწიფო საზღვრებს გარეთ. არ არსებობს, მე მგონი, მსოფლიოში არც ერთი მუზეუმი, მონასტერი, ბიბლიოთეკა, სადაც ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა არ იყოს დაცული. გარდა იმისა, რომ ყველაზე ძველი და ესეთი მნიშვნელოვანი კოლექციები დაცული არის სინასთასა და ჯვრის მონასტერში, უბრალოდ ბერძნულ საპატრიარქოში, იერუსალიმში და იბირონის მონასტერში. ეს არის სამი ცენტრი, სადაც ყველაზე ბევრი ქართული ხელნაწერი ინახება და საკმაოდ ძველი ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა დაცული არის თითქმის ყველა კონტინენტზე. რაც შეეხება იმას, რატომ აქვთ იმათ შემორჩენილი სომხები სომხურ ლიტერატურაში მეხუთე საუკუნე ითვლება ოქროს ხანად. იმიტომ რომ სულ ცოტა 6 ავტორი ყავთ, 6 ისტორიკოსი, რომელიც თარიღდება მეხუთე საუკუნით და რატომ არ გვაქვს აი ესე ცალკე ისტორიები და რატომ გვაქვს ჩვენ აი ეს ერთი ისტორია ქართლის ცხოვრების სახით, ხო? დავიწყოთ იმით, რომ ქართლის ცხოვრება არ არის ერთი. ეს არის მიზან მიმართულად ოფიციოზის მიერ გაკეთებული და როგორც ჩანს საკმაოდ ადრე სხვადასხვა ისტორიების გადამუშავება და ერთ წიგნად თავმოყრა. თორემ რომ დავიწყოთ ცალ-ცალკე თითეული იმ წიგნის შესწავლა, რომელიც ქართლის ცხოვრებაში არის დაცული, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ. მოქცევაი ქართლისაიც კი არ არის ერთი ტექსტი. ეს არის ორი სრულიად განსხვავებული წყაროს გაერთიანება, რომლის პირველი ნაწილი, რომელიც ქრონიკის სახელით არის ცნობილი, მე-7 საუკუნის აქეთ ვერ გადმოდის. ანუ ყველაფერი რაც მოყოლილია, აი დასაწყისში თუ გახსოვთ ქართლის მოქცევაი ქართლისაი, ხო? ეს აშკარად დაჩვენეს, რომ ძალიან ძველი წყარო გამოიყენეს. რაც შეეხება სომხურს, სომხურში სხვა პრობლემა დგას. სომხურში დგას ის პრობლემა, რომ ეს ტექსტები შემორჩენილია, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო და რომ არა სომხური საისტორიო მწერლობა დამერწმუნეთ მე როგორც ადამიანს, რომელსაც შემიძლია სომხურად, ძველ სომხურად წავიკითხო და გამოვიყენო სომხური წყაროები, ძალიან ბევრი რაღაცა ჩვენ საკუთარი ისტორიის შესახებ არ გვეცოდინებოდა. მაგრამ სომხური წყაროების პრობლემა არის ის, რომ მრავალჯერ არის გადამუშავებული. და ისედაც ნებისმიერი ისტორიული წყარო შესწავლისას ჩვენ რა თქმა უნდა ამ წყაროებს ქართული იქნება სომხური, სირიული, ბერძნული კრიტიკულად უნდა მიუდგეთ და მხოლოდ ასეთი გამოწვლივითი შესწავლის შემდეგ გამოვიყენოთ ის. სომხურ წყაროებში ეს ძალიან კარგად ჩანს, როდის, როგორ და რანაირად არის გადაკეთებული ეს წყაროები, ან შეცვლილი, სხვას რომ არაფერი, აი მაშტოცის ისტორია, რომელიც სხვათა შორის არ არის საისტორიო თხზულება და აგეოგრაფიული თხზულება. ჰაგეოგრაფია, მაგრამ ჩვენ მას და სომხებიც იყენებენ როგორც წყაროს. ისევე როგორც ჩვენ ვიყენებთ შუშანიკის წამებას იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ როგორ იყო ქართლი მე-5 საუკუნეში, ხო, პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობა. ისე იყენებენ მაშტოცის ცხოვრებასაც, კორიუნისას როგორც წყაროს. მაგრამ აშკარად ჩანს და ჩვენი დოქტორანტის და ახლა უკვე დოქტორის კვლევებმა კარგად აჩვენა, რამდენად არის შეცვლილი ეს წყაროები და როგორ არის დაშორებული იმ დედანს, რომელიც არსებობდა. ვერ ვიმსჯელებთ, ვის ბევრი აქვს და ვის ნაკლები აქვს. მთავარია, რომ ჩვენ ვისწავლოთ ამ წყაროების კითხვა და გამოყენება სწორად. კიდევ ერთხელ რომ არა სომხური საისტორიო წყაროები, რაც არ უნდა გადაკეთებული იყოს, ხომ? ძალიან ბევრი რაღაცა ჩვენ საკუთარი ისტორიის შესახებ არ გვეცოდინებოდა. მაგალითად, არ გვეცოდინებოდა, რომ დავით კურაპალატი, აი ცნობილი დავით კურაპალატი მოკლეს. არც ერთი ქართული წყარო ამას არ გვეუბნება. შეიძლება იმიტომ რომ არ უნდათ ამ სამარცხვინო ფაქტის დაფიქსირება, მაგრამ
მოკლეს და არც მეტი არც ნაკლები დაახრჩო ეპისკოპოსმა. აი ესეთი ცნობები შემონახული არის სომხურ საისტორიო წყაროებში და ძალიან საინტერესოა ეს წყაროები, როდესაც და საერთოდ კავკასიური წყაროები ყველაენოვანი რომელიც კი არის, ხომ, გვეხმარება, იმიტომ რომ ერთ მთლიანობაში უნდა აღვიქვათ და შევისწავლოთ. მათთვის მნიშვნელოვანია ჩვენი წყაროები მათი ისტორიის შესასწავლად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ისტორიის შესასწავლად და მეძე და ნაკლებზე ვერ ვილაპარაკებ. დიდი მადლობა ამ უმნიშვნელოვანესი აქცენტისთვის, რომ ეს წყაროები ერთმანეთს კი არ უნდა შეუპირისპიროთ, ვის მეტი აქვს და ვის ნაკლები და ვისი უფრო ძვირფასია და ვისი ნაკლებად ძვირფასი. არამედ უნდა დავინახოთ ამ ჭრილში როგორ ავსებენ ისინი ერთმანეთს და როგორ სრულყოფენ ისინი ისტორიის ამა თუ იმ ეტაპის გააზრებას და შესწავლას. მეორე შეკითხვა არის ქართულ დამწერლობასთან დაკავშირებით. თქვენ აქ წარმოადგენთ ისეთი ხელნაწერები, სადაც ყველა ქართული ამბანია გამოყენებული. ხომ ერთ ხელნაწერში. აი ეს შეკითხვა აქვთ ჩვენთან, რა საჭირო იყო, რამ განაპირობა ამ სამი სხვადასხვა ამბანის წარმოქმნა, რა საფუძვლები აქვს აი ამ მოვლენას. მარტივია, ეს არის წერის ტექნიკა და მასალა, რომელსაც იყენებდნენ წერის დროს. მასალის ცვლილება განაპირობებდა ცვლილებას გრაფემათა მოხაზულობის. შეიძლება დღეს ჩვენთვის ძალიან რთულია წარმოვიდგინოთ ნუსხურიდან როგორ განვითარდა მხედრული, მაგრამ როდესაც შენ დიაქრონიაში აკვირდები აი სხვადასხვა საუკუნეებში გადაწერილ ხელნაწერებს, აი მარტივად ხედავ როგორ იცვლება მოხაზულობა, როგორ იცვლება ეს ორ პარალელური ჩარჩოდან ორხაზოვანი სისტემა, როგორ გადადის ოთხხაზოვანში და როგორ აღმოჩნდა დონი, რომელიც ორხაზში იწერებოდა და ნუსხურში ზედა სამ რეგისტრში იწერებოდა, როგორ ჩამოვიდა ქვედვით მხედრულში. ცოტა უფრო რთული არის დააკვირდე ამას ასომთავრულიდან ნუსხურისკენ ცვლილება როგორ ხდება, მაგრამ ესეც შესაძლებელია. დამწერლობის ისინი რა ქვია მასალა და წერის სისწრაფე. ერთსა და იმავე, აი ნახეთ როგორ გააკეთა ეზრა ქობულიანის ძემ. ტრადიციული ოთხთავი გადაწერა მთელი ტექსტი ასომთავრულით, იმისათვის რომ თავისი ანდერძი გამოეყო, დაწერა ნუსხურით, როგორც კი არ იყო ადგილი, მაშინვე ეს ბოლო ხაზი და რამდენიმე სიტყვა დაწერა მხედრულით. რომ არ დაეწერა, ჩვენ სულ არ გვეცოდინებოდა, რომ მე-10 საუკუნეში მხედრული ჩვეულებრივ გამოიყენებოდა. უნდა დავიჯეროთ, რომ ის მხედრულადაც წერდა. ოღონდ ხელნაწერებს არა, შეიძლება პირადი გამოყენებისთვის რაღაცა დაეწერა, მაგრამ არა ის, რაც იქმნებოდა საყოველთაო გამოყენებისთვის, ხო? ოთხთავი ან რომელიმე ლიტურგიკული წიგნი. ამიტომაც ეს საკმაოდ საინტერესოა, როგორ ვითარდება, მაგრამ ამას კიდე დამატებით ჭირდება. და ყველა დამწერლობაში ესეა, თქვენ რომ დავეს არ არის მარტო ქართული. უბრალოდ ქართული რადიკალურად შეიცვალა. აი აქაც ძალიან საინტერესოა, ქალბატონი ზექალაყვება ხოლმე და ამბობს ამას ყოველთვის უსვამს ხაზს, რომ ქართულმა შეცვალა ფორმა დამწერლობის, ხო, სამი სხვადასხვა ფორმა გვაქვს. სომხურმა არ შეცვალა ეს ფორმა და სულ ერთნაირად წერეთ. სამაგიეროდ სომხურში ენა შეიცვალა. ისე რომ სომეხი წაიკითხავს, მაგრამ ვერაფერს ვერ გაიგებს, ქართველი ვერ წაიკითხავს, მაგრამ თუ ხმამაღლა წაუკითხე, ყველაფერს გაიგებს. მერვე კლასში ბავშვებს ესმით მე-5 საუკუნეში დაწერილი შუშანიკის წამების 80% მაინც, თუ 90 არა, თუ მთლიანად არა. აი ესეც პარალელიზმია, რომელიც ძალიან საინტერესოა. იქ ენა შეიცვალა, აქ შეიცვალა ფორმა მხოლოდ. ის წაიკითხავს, მაგრამ ვერ გაიგებს ვერაფერს, ჩვენ ვერ წავიკითხავთ, თუ სპეციალურად არ ვისწავლეთ, სამაგიეროდ გავიგებთ. თუმცა მე მგონი დღეს ეს როდესაც ქართული დამწერლობა იუნესკომ აღიარა ძეგლად, ხომ, მთავარი ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო ის, რომ სამივე ფორმა ქართული დამწერლობისა დღესაც ცოცხალია. და დღესაც იყენებენ ასე თუ ისე. ხომ, განსაკუთრებით ეკლესიაში. და თითქმის ყველას ჩვენ თუ ყველაფერს არა, ყოველ შემთხვევაში რაღაცას მაინც წავიკითხავთ ასომთავრულადაც და ნუსხურადაც. და ცვლილება ეს რა თქმა უნდა დრო და მასალა. გასაგებია ერთი შეკითხვაც, რომელიც მესენჯერში მოგვივიდა, ეს უკავშირდება თვითონ აი რაღაც ცოტა საინტერესო შეკითხვა. ითხოვენ ზუსტ პასუხს
არ უნდათ მსჯელობა, რომელია ყველაზე ძველი ქართული წარწერა და რომელია ყველაზე ძველი ქართული ხელნაწერი. როდის თარიღდება ეს და არის თუ არა ის მე-5 საუკუნემდეო. აი ამის ხაზგასმა ინტერესებს. თუ გვაინტერესებს ხელნაწერი, რომლის გადაწერის თარიღიც დაფიქსირებული არის ხელნაწერში, ეს არის 864 წლის სინური მრავალთავი. ამაზე ადრეული დათარიღებული ხელნაწერი ჩვენ არა გვაქვს. იგულისხმება ხელნაწერი, რომელშიც ანდერძია, რომ მე ამან და ამან, აქ და აქ, ამა და ამ წელს შევქმენი ეს ხელნაწერი. თარიღიანი ეს არის. თუ დავუჯერებთ ტექსტოლოგიას, ყველაზე ადრინდელი ხელნაწერები არის ხანმეტი ხელნაწერები, რომლებიც მე-5 საუკუნით თარიღდება, ხომ? ეს წარწერები ყველაზე ადრეული ქართული, ასევე თარიღის შემცველი არის ბირალკუთის წარწერები. ამაზე ადრინდელი ჩვენ არ გვაქვს. სამწუხაროდ. თუ დაუჯერებთ არქეოლოგებს, არქეოლოგიური ფენების მიხედვით ყველაზე ადრეული ეპიგრაფიკა ეს არის ნეკრესის წარწერები. ეს უკვე ჩვენი ნება დავიჯერებთ თუ არ დავიჯერებთ. სხვა გზა არ გვაქვს. აი ეს არის რაც არის. კი ბატონო, მგონი ისედაც ძალიან შთამბეჭდავი თარიღებია, არ გვინდა ძალიან ადრე წასვლა და ზედმეტი მისი რა ქვია მწვერვალების დაპყრობა, ხო? მეგობრებო, ეხლა თქვენ თუ გაქვთ შეკითხვები, მე მოგაწვდით მიკროფონს, ეს გრძელი შნურია, ხო შეიძლება იქ მივაწოდო. იქ მივაწვდი. მანიშნეთ, მეგობრებო, შეკითხვები ხო არ არის? თუ ზუგდიდმა და გორმა ამოწურა თქვენი სათქმელი. კიდე ერთი შეკითხვა აქვთ იმას ვინახავ ბოლოსთვის. ნებისმიერი კითხვა ნებისმიერ ხელნაწერზე, რომელმაც დაგაინტერესებს. თუ გნებავთ მიკროფონის გარეშე თქვით და მე გავიმეორებ აქ თუ ეგ გიშლით ხელს. კარგით, თქვენ კი ბატონო. გთხოვთ. აიგეთ ცოტა. კანკონოს ხმა რეგიონებში მისთვის გჭირდება. მოგესალმებით, მე ვარ თამთა პაპიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და ქართულ ფილოლოგიას ვსწავლობ. და მიუხედავად იმისა, რომ 2 წელია უკვე ამ საკითხებს ვუწრებთ, მაინც ბევრი ახალი და საინტერესო ინფორმაცია მივიღე, მადლობა თქვენ ამისთვის. ახლა რაც შეეხება კითხვას. თქვენ ახსენეთ დავით აღმაშენებლის ხელნაწერები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე აღარ არის, აღარ შემოგვჭა, კიდევ შინას მთაზე იყო ერთი წარწერა. მაინტერესებს კიდევ სხვაგან ხომ არ არის ასეთი სახის ხელნაწერები და სად არის და კიდევ დავით აღმაშენებლის, დიახ. და რა ისტორიულ ფაქტებზე შეგვიძლია მსჯელობა ამასთან დაკავშირებით, როგორ მოხვდნენ ეს ხელნაწერები, თქვა როგორ დაშორდნენ ისინი სამშობლოს. ხო. პირველ რიგში მე ვთქვი დავით აღმაშენებლის ავტოგრაფი. ეს იგულისხმება მისი ხელით დაწერილი, თორე შიომღვიმის დაწერილი დავით აღმაშენებლის დოკუმენტი, რომელიც მან დაწერა სპეციალურად შიომღვიმის მონასტრისათვის და ამ ხელნაწერის ამ ისტორიული დოკუმენტის დიდი ნაწილი სამწუხაროდ ჩრდილოეთ კავკასიაში განადგურდა, მხოლოდ მისი მცირე ფრაგმენტი ინახება ცენტრალურ არქივში. ავტოგრაფს რაც შეეხება მართლა მხოლოდ ერთია და ამის ახსნა ძალიან მარტივია. თუ გადავშლით ქართლის ცხოვრებას და დავითის ისტორიას წავიკითხავთ, ნახავთ იქ და სკოლის სახელმძღვანელოებშიც გვასწავლიდნენ, როგორ უყვარდა დავითს მწიგნობრობა, როგორ დაქონდა ლაშქრობებში წიგნები, როგორ აღნიშნავდა ჯვრებით, რამდენჯერ ქონდა ერთი და იგივე ხელნაწერი წაკითხული, ერთი და იგივე წიგნი ჩვენი თანამედროვე ტერმინოლოგიით, რო ვთქვათ, მაგრამ უფრო საინტერესო არის ის, რომ ქართველი მეფეები საკმაოდ დიდ შეწირულობას წირავდნენ წმინდა ადგილებს, ხო? მათ შორის სინასთას, იერუსალიმს და ამის შესახებ პირდაპირ წერია დავით აღმაშენებლის ისტორიაში. და გარდა ამისა, ის დავით აღმაშენებლის ის ავტოგრაფიც, რომელიც გაჩვენეთ, იმ ავტოგრაფის შინაარსიც, იმ ტექსტის შინაარსიც სწორედ ეს არის, რომ მან შეწირა მთა ეკატერინეს მონასტერს, სინაწმინდას, როგორც ქართველები უწოდებდნენ, ხო? ანუ აგზავნიდნენ დიდ შესაწირს და მათ შორის ხელნაწერებსაც. აგზავნიდნენ იმიტომ, რომ ამ ცენტრებში იყვნენ ქართველები. სინასთაზე ქართული საძმო, არასოდეს სინასთა ქართული არ ყოფილა, არ დაიჯეროთ ეგ რომ მონასტერი იყო ქართული, მაგრამ იქ იყო ძალიან
ძლიერი ქართული საძმო, განსაკუთრებით მე-11 საუკუნეებში და შემდგომაც. ქართველები მე მგონი სადღაც მე-17 საუკუნემდე ჯერ კიდევ იყვნენ სინას მთაზე. და აი ამ ქართული საძმოსათვის სპეციალურად ქართველები აკეთებდნენ, ქართველი მეფეები და დიდებულები აკეთებდნენ შესაძირს. მაგალითად, მე-10 საუკუნეში ქართველმა კვირიკე მიძნაძორელმა, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება სინას მთაზე გაატარა, თუ კი მიმსჯელებთ იმ ხელნაწერების მიხედვით, რომელიც მისი დაკვეთით გადაიწერა, სინას მთაზე ააშენა ქართველებისათვის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია და ააშენა სასტუმრო არაბებისთვის, მონასტრიდან ცოტა გარეთ. რატომ ამას ახლა არ ვიტყვი? მაგრამ პირდაპირ ანდერჩი წერს, რომ ააშენა ეკლესია ქართველებისთვის და არაბებისთვის გასაჩერებლად ააშელა სასტუმრო მონასტრის კედლებს გარეთ. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, რა თანხა დაჭირდებოდა ასეთი მშენებლობის განხორციელებას მე-10 საუკუნეში. და მე დარწმუნებული ვარ იმასაც დაიჯერებთ, რომ ამას ჩვეულებრივი წინამძღვარი ქვეყნის დახმარების გარეშე ვერ გააკეთებდა. სამწუხაროდ არ მომაფიქრდა მე, რომ მომეტანა, მაგრამ წესით ზეპირად უნდა მახსოვს ეს ყველაზე საინტერესო ლოცვა ქართველებისათვის დაცული არის სინას მთის ერთ-ერთ ხელნაწერში. აი პირდაპირ ეხმიანება ჩვენს თანამედროვე მდგომარეობას, სადაც სინელები ლოცულობენ ქვეყნის დაწყნარებისათვის, მეფეთა და მთავართა დამშვიდებისათვის, ტყვეთა დაბრუნებისათვის და სნეულთა განკურნებისათვის. ასე რომ არაფერი ახალი ამ ცის ქვეშ არ არის ისეთი, რაც არ მომხდარა და რაც არ მოხდება ჩვენს მერეც. და რა თქმა უნდა, ქართველი მეფეები იღებდნენ მონაწილეობას ისეთი მნიშვნელოვანი ქრისტიანული ცენტრების ცხოვრებაში, როგორებიც იყო სინასთა, იერუსალიმი და წმინდა მიწა, ანტიოქია, კონსტანტინოპოლი, რა ქვია, ათონის მთა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, არაფერი გასაკვირი რომ იქ აღმოჩნდა დავითის ხელნაწერი, ავტოგრაფი მისი არ არის. ჩვენ და საბედნიეროდ არის იქ და გადარჩა. ჩვენთან რაც იყო სამწუხაროდ არაფერი არ გადარჩა. მეგობრებო, ხომ არ არის შეკითხვა? არ არის შეკითხვა. მაშინ რეგიონიდან წავიკითხავ კიდევ. ეს ძალიან საინტერესო შეკითხვაა მგონი. აი სხვა ენაზე შესრულებული ჩანაწერები, ხელნაწერები ინახება თუ არა თქვენს ცენტრში და რა ტიპის მასალებია ესენი? რა თქმა უნდა, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება ძალიან საინტერესო კოლექციები ხელნაწერებისა არაბულ, ოსმალურ, ებრაულ, სირიულ, რუსულ, ლათინურ, პოლონურ, სომხურ და რა ვიცი, ყველა ენაზე, რომელზედაც კი რაღაცა შეუქმნიათ და ჩვენ მონღოლურ კი უიღრულ ენაზეც კი დაწერილი ხელნაწერიც კი ინახება ჩვენთან. ამ ხელნაწერი კოლექციების აღმოჩენა ჩვენს საცავებში სხვადასხვა მოვლენებთან არის დაკავშირებული. სომხური ხელნაწერების კოლექცია, ჩვეულებრივ, მე თავიდანვე უნდა მეთქვა ალბათ ის, რომ ჩვენ ცენტრში დაცული ხელნაწერი კოლექცია მომდინარეობს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, საეკლესიო მუზეუმის, საისტორიო, საეთნოგრაფიო საზოგადოების კოლექციებიდან, აი ამ საზოგადოებებმა მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყეს ხელნაწერი მემკვიდრეობის შეგროვება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ ამიერკავკასიაში. ძალიან დიდი ნაწილი არაბული ხელნაწერებისა შემოვიდა ხელნაწერთა ინსტიტუტში უკვე მე-20 საუკუნის შუა წლებში და ამ ხელნაწერების შემოსვლა დაკავშირებული არის ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერების სამეცნიერო ექსპედიციებთან შუა აზიაში. ჩვენთან ინახება მაგალითად ყაჯარული კოლექცია ფანტასტიკური ხელნაწერებისა. სომხურ ხელნაწერებს რაც შეეხება, ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრება იყო და ისინი წირავდნენ, ან ცენტრი ყიდულობდა, ნაწილი სწორედ აი ამ საზოგადოებების მოღვაწეობის შედეგად აღმოჩნდა ფონდებში. ბოლო ხელნაწერი, რომელშიც განსაკუთრებით ძვირი გადავიხადეთ,
გადაიხადა ცენტრმა მე არა, რა თქმა უნდა, ეს იყო შევარდნაძის დროს იყიდა პრეზიდენტის ფონდით, არა მისი პირადი ფულიდან, პრეზიდენტის ფონდმა იყიდა ის კალკოსის სახარება, რომელშიც ეს ჭიდაობის ისტორია იყო, ძალიან საინტერესო ხელნაწერია. $10,000 გადაიხადეს მაშინ აი ამ ხელნაწერში და ეს იყო 96 წელი, როგორც მე მახსოვს. არის კერძო შემოწირულობები, არის, როდესაც ჩუქნიან, არის, როდესაც ჩვენ ვყიდულობთ თუ კი სადმე რამე აღმოჩნდება, მაგრამ რა თქმა უნდა, შესაძლებლობები ჩვენი ესეთი დიდი არ არის. ყველაზე დიდი შენაძენი ალბათ გახსოვთ აი ეს არის, რაც იოანე ზოსიმეს ხელნაწერი, რომელიც იყიდეს სამწუხაროდ ჩვენთან არ მოიტანეს, არის მუზეუმში დაცული. აი ეს ეროვნულ მუზეუმში კი. არა, ძალიან მარტივია მე SMS მისეს, რომ იმისად ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მიუხედავად იმ თუმცა მე გულწრფელად ვიტყვი რომ მე პირადად ვთვლი რომ უნდა ყოფილიყო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, მაგრამ შემიძლია გავიგო რატომ მუზეუმში. იმიტომ რომ ჩვენი ცენტრი მაინც უფრო სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებაა და არა საგამოფენო და რაც შეეხება მუზეუმს, იქ უფრო მეტ ადამიანს აქვს საშუალება ეს ხელნაწერი ნახოს. თუმცა საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ხელნაწერის შესწავლა მოხდება დიდი ალბათობით ჩვენი ცენტრის თანამშრომლების მიერ. იმიტომ რომ ეს ცენტრი არის ძირითადი პლაცდარმი, სადაც ამ ტიპის კვლევები ტარდება. მაგრამ იმისათვის რომ უფრო მე ესე მგონია, ესე მინდა მჯეროდეს რომ მუზეუმში განთავსება სწორედ იმან გამოიწვია რომ მეტ ადამიანს ქონოდა საშუალება ეს ხელნაწერი ენახა. სხვა ეს არის ერთადერთი ხელნაწერი იოანე ზოსიმესი, რომელიც ჩვენ ქვეყანაშია დაცული. ყველა სხვა ხელნაწერი უმეტესი ნაწილი სინასთაზე არის დაცული და მე მქონდა ბედნიერება ეს ხელნაწერები მენახა, მემუშავა და ხელშიც მჭეროდა, მაგრამ მართლა ესეთი ემოციური მომენტია, მართლა მიუხედავად იმისა, რომ არ მომწონს ესე რომ ამბობენ იოანე ზოსიმეს დაბრუნება, არავინ არ იცის იოანე ზოსიმემ როდის დატოვა საქართველო. დიდი ალბათობით ძალიან პატარა იქნებოდა, როდესაც წავიდა. და მთელი ცხოვრება გაატარა საბაწმინდაზე და სინას მთაზე. და მთელი მისი ცხოვრება იყო ქართველებისათვის ლოცვა და ქართული საქმის სამსახური. ჩავთვალოთ, რომ ეს მართლაც დაბრუნება იყო მისი აქ. და სად იქნება დაცული, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თქვენ გაქვთ საშუალება წახვიდეთ და მუზეუმში ნახოთ. იმედია, ჩვენ გვექნება საშუალება შევსწავლოთ. ისე მულაჟები არ არის გამოფენილი? ნაწილი მულაჟებია. კი, თუმცა ეს რაც შუშის ვიტრინებში არის, ეს ორიგინალებია. და აი ბოლო, რასაც თქვენ ხედავთ აი ეს არის სკოლის მოსწავლეების მიერ გადაწერილი ვეფხისტყაოსანი, ფანტასტიკური კალიგრაფიით და ქართული კალიგრაფიის ყველაზე მაღალი სტანდარტებით შესრულებული. შეგიძლიათ მე დაათვალიეროთ. და ბოლო შეკითხვაც, უფრო ტექნიკური შეკითხვა, არის თუ არა ეს საგანძურის შესახებ ხელმისაწვდომი რაიმე ალბომი ელექტრონულად და ხელმისაწვდომად სტუდენტებისთვის, ხო, ხა დიდი ალბომები გვინახავს ჩვენ თქვენი გამოცემულიც, მუზეუმების გამოცემულიც ასე შემდეგ და ის არის ხოლმე რაღაცა საკოლექციო საჩუქარი, რომელსაც მხოლოდ ესე იგი მდიდარნი ამა ქვეყნისანი ხედავენ და გვაქვს თუ არა თქვენ რაიმე ისეთი ალბომი, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია? კი, როგორ არა, აი ახლა ჩვენი გვერდი რეორგანიზაციას განიცდის რაღაცა ცვლილებებია, თორემ რამდენიმე წლის წინ თუ არ აი ქალბატონი მაია აქ არის, იყო ესეთი პროექტი ქართული ხელნაწერი, რომელიც ასეთ კატასტროფულ თანხებთან არ არის დაკავშირებული, რომელშიც აი ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობის ისტორია საკმაოდ კარგად არის წარმოდგენილი თავისი შესაბამისი საილუსტრაციო მასალითაც და რამდენადაც მე მახსოვს წლების განმავლობაში ეს წიგნი ატვირთული იყო ჩვენს ვებსაიტზე და ეხლაც არის, უბრალოდ ეხლა რეორგანიზაცია და ზოგჯერ ჭირს ხოლმე შესვლა, თორე ისე თავისუფალ წვდომაშია და მარტივად შეიძლება. აი ბოლო პერიოდში ახალი ალბომი გაკეთდა, ის ნამდვილად ძვირია და ისე ადვილად ხელს ჩასაგდები არ არის, მაგრამ მართლა შთამბეჭდავია.
მეგობრებო, კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადოთ ქალბატონ დალის იმისთვის, რომ დაგვანახა, რომ ქართული მეცნიერება ცოცხალია, ამდენ საინტერესო ამბავს ეძებს ხელნაწერებში და შემდეგ შეუძლია ის არა მხოლოდ სამეცნიერო სტატიებში წარმოაჩინოს, არამედ ფართო აუდიტორიისთვის და უმცროს კურსელებისთვის ხელმისაწვდომით გახადოს და მადლიერების ნიშნად ჩვენ აქ მოვედით წიგნებით, ვიცით რომ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს აქვს ძალიან დიდარი ბიბლიოთეკა, რომელიც მხოლოდ, ესე იგი, მონოთემატური ბიბლიოთეკა არ არის და ბევრ წიგნს აერთიანებს და კავკასიურ სახლს გამომცემლობა აქვს და მისი წიგნებით გამოვარჩიეთ წიგნები, ბევრ წიგნებს გამოვცემთ ჩვენ, მაგრამ აი ამ რანგის დაწესებულების ბიბლიოთეკას რომ მოუხდება, ისეთი წიგნები შევარჩიეთ და აი ამ მადლიერებას ამით გამოხატავთ. კიდევ ერთხელ ტაშით მადლობა გადაუხადოთ ქალბატონ. მადლობა თქვენ. და ეხლა შეგვიძლია ჩვენ დავათვალიეროთ